გამარჯობა, მე ვარ თაკო ბასილია, ეს Wellness პოდკასტია ჯანსაღკვებაზე, მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. ჩემი სტუმარია ვატო ჩაფიჩაძე, ნუტრიციოლოგი, ასევე ლექტორი. დღეს მასთან ჩვენ ვისაუბრებთ ჯანმრთელობაზე, სიცოცხლის ხარისხსა და ხანგრძლივობის გაუმჯობესებაზე. გამარჯობა ვატო. გამარჯობა. მიხარია რომ დღეს ხარ ჩემი სტუმარი. მეც მიხარია. მოდი დავიწყოთ. საიდან დავიწყოთ? თქვენ რაც იმის მიმართ მიხარია თქვენ რა ნაწილი გაინტერესებთ უფრო მეტად. ანუ მე ძირითადად კვებაზე ვკითხულობ ხოლმე ლექციებს, ანუ კვება არის მთავარი ფოკუსი. იმიტომ რომ ყოველს დიდი გავლენა აქვს ზოგადად ჯანმრთელობაზე. ჩემი გადმოსახედიდან ყოველთვის დიდი გავლენა აქვს კვებას. მოდი ვისაუბროთ კვებაზე. დიახ. შენ კითხულობ ლექციებს გრად ნუტრიციოლოგიაზე. ხო სწორია. თუ გინდა დავიწყოთ აქედან და მერე უკვე გავუყვებით ამ სიცოცხლის ხარისხს და მე კონკრეტულად უფრო ვარ აქცენტს ვაკეთებ ხოლმე დღეგრძელობაზე, ან სიცოცხლის გახანგრძლივება და გაუმჯობესებაზე, longevity რაც არის. მაგრამ კონკრეტულად ახლა ლექციას ვკითხულობ გრადი ნუტრიციოლოგიის და გრადი ასევე სხვა ფაქტორებიც არის გათვალისწინებული, ანუ გარემოც არის გათვალისწინებული კვებაში, ეკონომიკა ყველაფერი, ანუ კვება უნდა იყოს აუცილებლად ხელმისაწვდომი, ხო, ხელმისაწვდომი თუ არ არის, ისე რა მნიშვნელობა აქვს, ანუ გრადი კვების მიდგომები არის უფრო ესა ევროკავშირის პრიორიტეტები რაც არის მაგალითად აგრონომიაში, მე შემიძლია ეს აგრონომიდან მოდის ხო ჩვენი საკვებიდან, ანუ ესა მთელი ჯაჭვი როგორ მოქმედებს და ჩვენი კვება როგორ მოქმედებს შემდეგ გარემოზე. კვებასთან დაკავშირებით თუ კონკრეტული ის გაინტერესებთ შემიძლია? კი, კვებასთან დაკავშირებით მაინტერესებს კონკრეტულად როგორ უნდა ვიკვებოთ ჯანსაღად. მოდი დავიწყოთ აქედან. როგორ არის საერთოდ ჯანსაღი კვება, ან როგორ უნდა ვიყოთ ჯანმრთელები კვების ნაწილში? კაი, პრიორიტეტები არის. ანუ მე ისე ვყურებ, რომ იმის დამიხედვით, რამდენად არაჯანმრთელ ჭამს ადამიანი, რა ჭამს, მაგის მიხედვით შეიძლება მეტად პრიორიტეტების მიხედვით, ხო? ანუ ყველაზე ცუდი იქნება გადამუშავებული საკვები და ტრანსხიმები, მსგავსი საკვები, ეგა ნომერ პირველი პრიორიტეტი, ეგ უნდა მაგის ამოღება უნდა მოხდეს კვებიდან. ეგ თუ ამოღებული აქვს ადამიანს, მერე უკვე სხვა პრიორიტეტები არის. მე ახლა ძალიან დიდი აქცენტი ხდება ამ სპორტულ სივრცეში, განსაკუთრებით და ეს დარბაზებში და ეს ვინც ვარჯიშობს ცილაზე. და ძალიან დიდი აქცენტი ხდება, რომ ძალიან ბევრი ცილა უნდა მიიღო და რამდენია ძალიან ბევრი ცილა? გაჩენებს დავუჯერეთ, არის ლუიჯი ფონტანა არის ერთ-ერთი წამყვანი მკვლევარი დღეგრძელობის და ასევე ცილის მკვლევარი არის და 2021-ში მგონი გამოვიდა ეს კვლევა, სადაც შეაჯამეს მეტა-ანალიზისავიდან შეაჯამეს ყველა კვლევები, რაც იყო ცილასთან დაკავშირებით და სიცოცხლის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით და მათი აზრით 0.8 გრამი, რაც არის ზოგადი რეკომენდაცია, ანუ ისედაც არის 0.8 გრამი კილოგრამზე, ან 0.8 გრამიდან 0.9 გრამამდე. რაც რო შევიკითხოთ ახლა სპორტსმენს, ეს არის ძალიან ცოტა რაოდენობა, ანუ ძირითადად ჯიმში როდესაც მიდიხარ, გეუბნებიან რომ 2 გრამს უნდა იღებდე კილოგრამზე ან მეტს, ან 2 გრამი ან მეტი. მაგრამ ამ კვლევაში პირდაპირ ანახეს, რომ ამ რაოდენობას რო ცდები 0.9 გრამს, მეორე ტიპი 2 დიაბეტის რისკი იზრდება. და უკვე ძალიან ბევრი კვლევა ანახებს, რომ ტიპი 2 დიაბეტის რისკი იზრდება მაღალცილიანი დიეტის შემთხვევაში და ასევე სიმსივნის და ონკოლოგიური დაავადების რისკი იზრდება იმის ხარჯზე, რომ ზრდის ჰორმონი იზრდება. ანუ როდესაც მაღალი რაოდენობის ცილას იღებ, human growth ჰორმონი, human growth ჰორმონი იზრდება, ესე იგი IGF-1 იზრდება, რაც სასურველი არის თუ ძალიან მოკლე ვადაში გინდა რომ ძალიან დაკონტროლებული გახდე, ანუ რეალურად შედეგს იღებ უფრო სწრაფად. მაგრამ ვისთვის არის ეს სასურველი? ანუ ხა ეს ადამიანი თუ ოლიმპიური სპორტსმენია და ამაზე მთელი თავისი ცხოვრება დამოკიდებული, შეიძლება მაგალითად გარისკოს და ანუ მიიღოს ხო ის დამატებითი ცილა, რომ უფრო მეტი შედეგი მიიღოს სპორტში, მაგრამ უბრალო ადამიანისთვის ეს არის პირდაპირ თავისი ჯანმრთელობის წინააღმდეგ წასვლა. თან ხა ძალიან ბევრი რამე, რასაც სპორტსმენები აკეთებენ, პირდაპირ მიდის ჯანმრთელობის წინააღმდეგ, ანუ მანდ მიზნად არის სპორტის მოგება და არა სიცოცხლის მაქსიმუმ გახანგრძლივება. სპორტსმენობა არ ნიშნავს ჯანმრთელობას და სიცოცხლის ხანგრძლივობას. კი, ძალიან ბევრი ხო. ძირითად შემთხვევაში იზიანებენ ჯანმრთელობას. არც სტატისტიკა არ მაქვს ესე ზუსტად ნახი, მაგრამ ხშირად ხდება ყოველ შემთხვევაში და მე ხშირად ეს პიროვნები, რომელიც ასევე დანამატების გარდა სხვა ეს დისჰორმონსაც და ამ შემდეგ რო იღებენ დამატებით, ძალიან ხშირად სამაგალითო არის ბავშვებისთვის და მე ეს ბავშვები იზრდებიან და ეს წარმოდგენა ექნებათ, რომ მათაც იგივენაირი ტანი უნდა ქონდეთ, ანუ არარეალისტური, რაც ფილმებში არის ან დარბაზებში არის და მე უკვე ისინიც იგივე გზაზე დგებიან და ძალიან საინტერესო თემა შეეხა შენ ჩვენ გარემო, რასაც კარნახობს და რასაც ვუყურებთ სულ და ამხელა გავლენას ახდენს ახალგაზრდებზე. კი, და დღევანდელ დღეს საკმაოდ ხა მე ვიძახი, რომ ეს ცილა უნდა მიიღო ეს 0.8 გრამი, 0.9. ეს არის ძალიან კონტროვერსიული
პოპულარულ მედიაში რომ ნახო ამაზე ერთ სტატიასაც ვერ ნახავ ესე ანუ ქართულენაზე ვერ ნახავ ამაზე სტატიას მეტად რომ ეს ზემეტისილად ცუდი არის ან რაღაც მსგავსი და ინგლისურადაც უფრო კარგად უნდა ერკვეოდე ან თვითონ უშუალოდ მკვლევარების ნაშრომები უნდა ნახო ან მკვლევარების ინტერვიუები რომ კარგად გაერკვევა ამ საკითხში ან ნუ რამდენი შეიძლება ინსტიტუტებსაც ხონეთ ხა ჰარვარდის სტენფორდის სტატიები შეიძლება იყოს ამ თემებთან დაკავშირებით მაგრამ პოპულარული მედია ამას არ აშუქებს ესე ძალიან იმიტომ რომ უფრო მომგებიანი არის რომ გაყიდოთ ცილის დანამატები და ანუ უფრო მეტი ცილა რომ გაასაღო ანუ თუნდაც დიეტაში ანუ მაღალ ხორცი ანუ ყველაზე მეტი ცილა არის უფრო ცხოველ პროდუქტებში ხო ანუ უფრო დიდი რაოდენობა ცილა არის და ხორცის პროდუქტები ეს ცხოველი პროდუქტები უფრო ძვირი ღირი და შესაბამისად უფრო მეტი მარკეტინგი ხდება ესე ამაზეც მაგ ლექციაში იმიტომ რომ ესეც გრადობის ეს შედის რაღაც ანუ არის ეს მარკეტინგის ასევე ამ კვების რაც ძალიან დიდ პროპაგანდას ეწევა ამ მაღალცილიან დიეტებში და ამის პოპულარიზაციაში დიდი როლი აქვს ძალიან და პირდაპირ ფულს იღებს მაგალითად Beef Checkoff არის ერთ-ერთი კომპანია ამერიკაში რომელიც უშუალოდ თავრობისგან იღებს გადასახადისგან იღებს თანხას ანუ ყოველ ერთ სულ ძროხაზე იღებს რაღაც პროცენტულ თანხას იღებს მოკლედ როდესაც დაკლა ხდება ამ ძროხის და მე ამ თანხას პირდაპირ ხმარობენ ხორცის მარკეტინგში და ძალიან ხშირად მე ეს კომპანიები რომ ნუ უფრო მეტად პოპულარიზაცია მოხდინა მაღალცილიანი დიეტების და იხდიან რეალურად თანხებს ამაში. კი პირდაპირ მაგათი პირველადი ინტერესი არის ამის გაკეთება და ინსტიტუტის აქვს და კი. მე რა ინფორმაციაც მაქვს და რა კვლევაც მაქვს ნანახი არის საუბარი იმაზე რომ +40 ასაკში ჩვენ ყოველწლიურად 1% კუნთი გვაკლდება. დიახ და მაგასთან მიმართებაში ხო? და თითქოს არის ამასთან მიმართებაში რომ ცილა უნდა მიიღო და უნდა ივარჯიშო უფრო მეტი ძალისმიერი ვარჯიში რომ ძვლის სიმჭიდროვე და ასევე კუნთის იმიტომ რომ რეალურად კუნთს ვეღარ იდებ ხო? და ეხლა რაღაც ქიმიას თუ იმატებ ეგ არ ვიცი სტეროიდებს მაგრამ მე ვამბობ რომ აი ჯანსაღად ბუნებრივად რომ თან იკვებო და თან კუნთი მოიმატო მასა თან ქალებში განსაკუთრებით ძალიან რთულია თან ჰორმონალური ცვლილებები. მგონია რომ ეს პოპულარიზაცია რაღაც ეს ახალი ნაკადი ამ ცილის პოპულარიზაციის მაგასაც ეხება და მაგაზეც მაგ ანუ კვლევა ჩაატარეს რაც შეადარეს ანუ უბრალოდ ცილის რაოდენობა გაზარდეს სხვა არაფერი რჩევა არ მიცეს და არანაირი შედეგი არ ქონდა კუნთის მასის მომატებაზე და შემდეგ ავარჯიშეს და ასევე ცილა მიცეს და მაშინ უკვე ქონდა შედეგი და იგულისხმება რომ ვარჯიშს აქ და მე ცალკე რა თქმა უნდა ცალკეც რომ უბრალოდ რომ ივარჯიშო ეგ უკვე გაძლევს იმ შედეგს ანუ რეალურად და ვარჯიშის გარეშე ვერ მიიღებ იმ შედეგს გამოდის რომ რამდენად აზრიანი არის ეს მაღალი ცილის მიღება როდესაც თან განსაკუთრებით ნუ ქალებში ნუ პირველი არის ყოველთვის სიზარდო დაავადებები ადამიანის სიკვდილის გამოწვევის მიზეზი ნუ ყველაზე წამყვანი კაცებში და ქალებშიც მეორე არის ონკოლოგიური დაავადებები ქალების შემთხვევაში მკერდის სიმსივნე და რატომ უნდა მიიღო მაღალი ცილა რომელიც უფრო დამატებით რისკს გიქმნის მკერდის სიმსივნის ან სხვა სიმსივნის როდესაც ისე მეორე მიზეზი არის სიკვდილიანობის ანუ ესე კატეგორიებად რო დავყოთ ძალიან საინტერესო მოსაზრება არის იმიტომ რომ ეხლა სულ პირიქით ამ ცილის პოპულარიზაციაზეა და მაგრამ არა ვთქვათ ვეგანების მხრიდან ხო და რას ფიქრობ ანუ მცენარეულ ცილას თუ იღებ მაგ რაოდენობით მაინც მცენარეულ ცილა უბრალოდ უფრო რთულია რომ მიიღო ანუ მცენარეებისგან ოდნავ უფრო რთულია ხა დღევანდელ ხა ტოფუც არის და გადამუშავებული პროდუქტებიც არის უკვე მცენარეული ну ისე ვენდიშიც ხო იყიდება რაღაც ეს მცენარეული ბურგერი გადამუშავებულ პროდუქტებზე ჩვენ აქ არ ვსაუბრობთ გადამუშავებულ პროდუქტებს არ ვაღიარებ ამ გადამუშავებულ პროდუქტებში შეიძლება არის დიდი რაოდენობა ცილა იმიტომ რომ ტოფუს და რაღაცებს რო აკეთებენ ანუ დიდი რაოდენობა ცილა არის და დიდი რაოდენობა ცხიმი აქვს ანუ ფაქტიურად იგივე ხორცს იღებ უბრალოდ მცენარის სახით მესმის მაგრამ გადამუშავებულის სახით უკვე ინტოქსიკაცია მიდის ორგანიზმში და გადამუშავებული საერთოდ არ გვინდა არანაირი საკვები მე ანუ ამას ვქადაგებ და ეს აუცილებელია რომ ვთქვათ, ხო? კი. ეგ არის უბრალოდ ანუ არც გასარჩევიც არ არის ეგ საკითხი, იმიტომ რომ იმდენად აშკარა არის. რომ იწვევს სიმსივნეს და სხვა დაავადებებს. ხო, ბევრი მექანიზმი არის ძალიან ანუ გადამუშავებული, ხო საერთოდ რაც უფრო ნაკლებად გადამუშავებული, ჩემ მიდგომა საერთოდ არის, ну ეს აი რეალურად არის T. Colin Campbell-ის მიდგომა, T. Colin Campbell-ი არის ერთ-ერთი მკვლევარი ჩინეთის კვლევა გაკეთებული და მე შეგვიძლია მას ვილაპარაკოთ, მაგრამ ასევე წიგნი აქვს Whole და ეს მიდგომა არის რომ თლიანი, ისე იგი რომ ყველაფერს ასაჭამ თლიანი უნდა იყოს, რომ ანუ როგორც კი გადამუშავება ხდება, ან თუნდაც დაშლა, მერე უკვე განცალკევება ხდება იმ ნუტრიენტების და აღარ იღებ თლიანი ფორმით და ბუნებაში რაც იზრდება და ბუნებაში რაც არის თლიანი ფორმით, ის ყოველთვის
ну ყოველთვის სასარგებლო იქცო რთული სათქმელი ან თუ ძალიან დიდ ცხიმია ძალიან დიდ ცილა არის პრობლემის ქმნის ეგეც კონტროვერსიული ეს მაღალ ცხიმის მაგრამ ხო და მოდი ვისაუბროთ აბა ესე იგი ცილის ნაწილი გასაგებია მაგრამ გავაგრძელოთ კიდე ცილაზე ცოტა გავაგრძელოთ იმიტომ რომ ბევრს მაგას კითხვა გაუჩნდება კიდე ერთი წამყვანი მკვლევარი არის ცილის Christopher Garner ნორც ეს ქართულად არც იძებნება, ამიტომ ინგლისურად ვიძახი რომ მარტივად ნახონ. მოდი ეს Christopher Garner-ს აქვს ძალიან ბევრი ახლა პრეზენტაციებს ატარებს ძალიან ბევრს სტენფორდში არის და ზუსტად ამაზე გამოდის ხოლმე პრეზენტაციებს ატარებს რომ საშუალო ამერიკელები მოყავს მაგალითად ამერიკაში ატარებს, მაგრამ საშუალო ამერიკელი იღებს 1.4 გრამ ცილას კილოგრამზე და ანუ ისე მოთხოვნა რეალურად სხეულის არის საშუალო მოთხოვნა არის 0.65. ანუ ეს არის რაც თითქმის ყველას აკმაყოფილებს მაგრამ იმის გამო რომ როდესაც სტანდარტს აყენებენ მაგალითად რო აი საშუალოდ რამდენი უნდა მიიღოს ადამიანმა იღებენ 99.99%-ს რო აკმაყოფილებდეს ადამიანებს ანუ ყველას უნდა აკმაყოფილებს აბსოლუტურად თითქმის ყველას და ეგრე მივიდნენ 0.8 ციფრამდე და ეხა და ნუ არც 0.8-ს ბევრია ანუ ამას 0.8 არის უკვე კარგი ციფრი არის ანუ ოპტიმალური ეგრე დაწევს ლუიჯი ფონტანამ დაწევს ეს ოპტიმალური ციფრი 0.8-დან 0.9-მდე და ну იმის თქმა უნდა რომ თითქმის ყველა დაფარული არის ამ ციფრით და 99% იღებს ამაზე მეც ანუ რეალურად პრობლემა არ არის და ის 1% რომელიც იღებს ამაზე ნაკლებს ეს არის ადამიანები ვინც საკმარის საკვებს არ იღებენ ანუ ფიზიკურად ვერ იღებენ საკმარის საკვებს ანუ ძალიან იშვიათი არის და ნუ მე მილიონი სხვა პრობლემას ახო თირკმლის მაგალითად თირკმლის პრობლემა თუ აქვს ადამიანს ან თირკმლის პრობლემა თუ უნდა რომ არ განუვითარდეს არ უნდა იღებდეს ცილას ხო რაც უფრო ნაკლებ ცილას იღებს უკეთესია და თითქმის შეუძლებელი ხაი ნებისმიერი ექიმი რომელიც ამ კურნავს ადამიანისთვის თირკმლის უკანასობა აქვს ნებისმიერი ექიმი იტყვის რომ ძალიან რთულია რომ ცილის რაოდენობა შეამცირებინო ადამიანს იმიტომ რომ თუ ფაქტიურად მთლიანად უნდა ამოიღო ცხოველური პროდუქტი ანუ განსაკუთრებით ხორცი მთლიანად უნდა ამოიღო იმიტომ რომ ისე შეუძლებელია რომ იმ 0.9-მდეც რო ჩახვიდე თითქმის შეუძლებელია ხომ საშუალო ადამიანისთვის ну ამაზე ხა ეს რთული არის ანუ ნახოს უშუალოდ ის კვლევები იმიტომ რომ ნებისმიერ სტატია რომ ნახო პირიქით გეტყვის რომ უფრო მეტი უნდა მიიღო და თან ეს სპორტის მხრივ რა ინფორმაციაც არის პირიქით არის ხოლმე ძირითადად და კურსი ავიღე ჰარვარდში მაგრამ ნუ სერტიფიცირებულ ნუტრიციოლოგად არ მოგცემენ წოდებას უბრალოდ უსმენ ლექციებს და იქაც ნამდვილად ვადასტურებ რომ გითხრეს რომ 0.8 არის ცილის მიღების და აი თქვენად განახსენეთ ასაკში ანუ ასაკში იძახიან რომ 20% შეგიძლია გაზარდო ანუ ეს არის 20% არის რაც აი თქვენს ასაკში 40-50 წლის მერე რადგან უფრო რთული არის ცილის მიღება, თუ სურვილი აქვს იმ ადამიანს, შეუძლია 20% გაზარდოს, ანუ 1 გრამი. 1 გრამი კილოგრამზე იქნება ზედაზღვარი მაგალითად და ეგეც ჩემი აზრით ჭკვიანური მაინც და მაინც არ არის იმის გამო, რომ ის ონკოლოგიური დაავადების რისკს რადგან ზდის. აჰა, გასაგები. და რის ხარჯზე ზდის? მოდი, აი გასაგებ ენაზე რო ავუხსნათ. ზდის ჰორმონი რადგან იზრდება. ანუ ზდის ჰორმონი რადგან იზრდება, ის უჯრედებიც უფრო სწრაფად მრავლდება და ისეც ანუ სიმსივნეც იზრდება. ანუ შენ კუნთის იზრდება, მაგრამ სიმსივნის უჯრედიც ასევე იზრდება. ანუ ეგ კავშირი არის ერთ-ერთი. გასაგებია. კი, ისე ამაზე არის აი ეს Colin Campbell-ი რადგან ვახსენე, მაგას აქვს კურსი, ну, ცენრეულ კვებაზე არის, მაგრამ ну, ბევრ ამ თემას ეხება და ისეთი არის, უფრო ჰოლისტური არის, ანუ ბევრ თემას ეხება, ანუ ნაწლავის მიკრობიომსაც, ну, აი კბილებსაც, ყველა თემას ეხება და ყველა ამ დაავადებს ერთმანეთთან აკავშირებს და მან უფრო დეტალურად, ანუ ვიღაცას თუ აინტერესებს, ну, აი ჩემი კურსიც არის, ჩემი კურსი 20 საათიანი, მაგრამ ის არის უკვე ეს ჩემი კურსი ერთთვიანი და ის არის უკვე სამთვიანი და ის არის მარტო კვებაზე რა, ანუ უფრო კონცენტრირებული კვება და კვებასთან დაკავშირებული საკითხები. ხა ჩემი კურსის ნუტრიციოლოგიაზე, მაგრამ მე ვაერთიანებ დამატებით ისე ორთოდონტიასაც და რაღაც საკითხებს რაც შეიძლება იქ არ იყოს ან ვისაუბროთ. ახსენე მიკრობიომი, კუჭ-ნაწლავი. გადავიდეთ უკვე მორჩით შენიაზე დაახლოებით, ხო, ანუ ესე მოკლედ. გამოგრჩა გავაგრძელოთ. არ შეგვიძლია მიკრობიომზე გადავიდეთ. მოდი გადავიდეთ მიკრობიომზე. მიკრობიომს ეძახიან მეორე ტვინს. კი. მოგვიყევი. მიკრობიომი ძალიან მნიშვნელოვანია, ესე იგი ეს არის ნაწლავში ძირითადად, მაგრამ მარტო ნაწლავში არის რეალურად პირიდან იწყება, პირშიც არის მიკრობიომი, ამ თელ გაყოლებაზე, სულ არის ეს ბაქტერიები, რომლებიც ну ძალიან დიდი გავლენა აქვს ჩვენზე, მაგრამ უშუალოდ ნაწლავის მიკრობიომი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმის გამო, რომ მაგალითად იმუნიტეტის 80% არის ნაწლავში. ნაწლავში 80% იმუნიტეტის და როდესაც პრობლემა არის ნაწლავის, ეს ქმნის უკვე იმუნიტეტის ქვეითდება. ესეც ერთ-ერთი მიზეზია, რაც ონკოლოგიური დაავადების რისკს ზრდის. იმის გამო რომ იმუნიტეტი ქვეითდება, როდესაც პრობლემა არის. რა პრობლემაზე არის საუბარი და რა პრობლემა შეიძლება შეექმნას ადამიანს. პრობლემა იქნება, როდესაც
ადამიანი ეს ბაქტერიები ყოველთვის არიან ჩვენ მუცელში და ჭირდებათ საკვები. ამათი საკვები არის საკვები ბოჭკოები. ანუ ეს უჯრედისა რაც არის საკვები ბოჭკოები fiber და ეს აკლია სტატისტიკურად მგონი ამერიკაში 60%-ს აქვს უჯრედისას ნაკლებობა და ყველაზე დიდი ნაკლებობა არის ეს საკვებში რაც არის. ცილის ნაკლებობა ერთ ადამიანს არ აქვს. ერთი ადამიანს არ მომკვდარა, დიაგნოზი არ ყოფილა ცილის ნაკლებობის, ანუ კიდევ არ არსებობს და ეს უჯრედისა სერიოზული ნაკლებობა ყველა ორგანიზაცია აბსოლუტურად აღიარებს, რომ ამის ნაკლებობა პრიორიტეტი არის და პირველ რიგში უნდა მთლიანი საკვები ვიყოთ, ეს აი მთლიანი მარცვლეული, ბურღულეული მსგავსი საკვები, რომ და ბოსტნეულიც რა თქმა უნდა, რომ მივიღოთ ეს უჯრედისა, იმიტომ რომ ცხოველ პროდუქტში არა, არც ზის პროდუქტში საერთოდ ნოლი რაოდენობა არის. ეს საკვები ბოჭკოები ყვებავენ, ჩვენ არ გვჭირდება, ანუ ჩვენ ვერ ვიკვებებით ამით, ანუ ეს ამით იკვებებიან ეს ბაქტერიები. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ამათ საკვები როდესაც არ აქვთ, იწყებენ ჩვენი ნაწლავის კედლის არამარტივ სითხე რაც არის მოედეს ამ ფენის ჭამას და ამ ნაწლავის კედელი მე ზიანდება. ამისგან არის რომ კოლიტი და მსგავსი პრობლემები, კოლიტი ბევრი ფორმის შეიძლება იყოს და ეს დაავადებები ბევრი ფორმის არის, მაგრამ უშუალოდ ნაწლავში როდესაც ხდება ამის გამო არის ეს ბაქტერიები რჩებიან მშიერი, მაგითად იმის გამო რომ არ იკვებები საკმარის ძალიან ბევრ გადამუშავებულ საკვებს ჭამის, რასაც ასევე ეს გადამუშავების პროცესი ასევე ამ საკვებ ბოჭკოებს საშორებს ხშირ შემთხვევაში, აი თეთრი პურის შემთხვევაში, მეტად მაგითო თეთრი პური მე არ ზუსტ არ ვჭამ მაგითად თეთრ პურს. და მიზეზი მთავარი ეგ არის, რომ ეს ახლა შორს წავედი პურზე, მაგრამ არავის თქვი და მე დავბრუნდებით. ხო, აი პურზე ის არის, რომ მარცვალი ხო ეს პურის ხორბლის. ხორბალი. ამ ხორბლის ქერქში არის ძალიან ბევრი, ეს მინერალების და ასევე ძალიან ბევრი საკვები ბოჭკოები. და ჩვენ ისე ვამუშავებთ, რომ ცალ-ცალკე ვამუშავებთ, ამ ქერქის გავაკეთებთ ქატოს და შიგნით რაც არის, ამის გავაკეთებთ პირველი ხარისხის ფქვილს. და ეს პირველი ხარისხის ფქვილი გამოდის, რომ ეს ვიტამინებიც აკლია რაც ქერქშია და ასევე მთელი ეს საკვები ბოჭკოები, რის გამოც ან ხორბალს მაგის გამო უნდა ჭამდიან, მაგრამ მთავარი მიზეზი რომ საკვები ბოჭკოები მიიღო, ნებისმიერი ბურღულეული, ეგ არის ერთი მთავარი მიზეზი და ეგ მთავარი ნაწილი რაც არის, მთავარ ნაწილს იღებ და არავისთვის მისაღები არ უნდა იყოს თეთრი პურის ჭამა მაგ მიზეზით, მაგრამ პირიქით ლიანი მარცვლის გამ პურის ჭამა პირიქით ანუ პრიორიტეტი უნდა იყოს, ანუ უნდა ვეძებდეთ, იმიტომ რომ ჩვენ და უსაფუაროც დავამატოთ, არა? მჟავეცომზე რო იყოს, ალბათ უკეთესი იქნება. მჟავეცომზე რო იყოს უკეთესი არის, რამდენიმე საცხობი არის, რომელიც აკეთებს ამ მჟავეცომისგან, ასევე ცოტა ძალიან. ძალიან ცოტა, ხო, ძალიან ცოტა, მაგრამ არის რამდენიმე. მე სახლშიც ვაცხობდი. სახში გამოცხობა შეიძლება, მაგრამ მე ის მჟავე დედა უნდა გააკეთო. მაქვს ხო სტარტერი. ხო, უნდა აკეთო, მე უნდა მოუარო მჟავე დედას. ჩვენ ჯერ მაგეტავამდე არ მიხვალთ, მაგრამ ფქვილი გვაქვს და რამოდენიმეჯერ გავაკეთეთ საერთოდ უსაფუაროდ, მაგრამ ხომ თუ იმ მჟავე დედას გააკეთებ, კიდევ უკეთესი არის. და მე რო ამოაკლებ, უნდა დაუმატო და ისევ თავიდან კეთდება და კი, ისევ თავიდან კეთდება. სახში შეგიძლია რომ აკეთო. კი, რა თქმა უნდა. კი. მოდი, მაშინ რო არ დაგკარგო, გავაგრძელოთ მიკრობიომი. ძირითადად ეს ფაქტორები არის რა, ანუ ესე იგი თუ არ არიან გამოკვებული, იწყებენ ამ კედლის დაზიანებას. რომელი თუ არ არის გამოკვებული? მე ესე ვიცი მარტივად, რომ ხო, ორნაირი ბაქტერიაა, ხო, რაღაც კარგი, კეთილი და ბოროტი ბაქტერიები. რეალურად ძალიან ბევრნაირი ბაქტერია არის და ის ბაქტერიების რომელიც ჩვენ გონია რომ ბოროტი არის, ან რომელიც გვეგონა რომ ბოროტი არის, მე თამაზე ნობელის პრიზის მიიღო პირველ 2016 წელს გონი ჰეტეროკოკი ბაქტერიები თუ ახლა არ ამერიოს, მოდი რომ რაღაცა ფორმა არის ამ ბაქტერიის, რის გამოც მე პირთან ანტიბიოტიკებს უნიშნავდნენ ხოლმე განზრახ, იმიტომ რომ კოლიტის ერთ-ერთ გამოწვევ მიზეზად მოიაზრებოდა, მაგრამ მე აღმოაჩენს რომ მხოლოდ გარკვეულ მოსახლეობაში არის და რეალურად არ არის პირდაპირ კავშირში და პირიქით ანუ გულძმარვისგან და ბევრი სხვა პრობლემებისგან გიცავს და ამ ბაქტერიის მოშორება არავინ არც ის გრძელვადიანად რა შედეგი ექნება და რეალურად ჯერ გამოკვლეული ბოლომდე არ არის მიკრობიომს ეხა იკვლევენ და მაგიტო ალბათ არის ამდენი კონტროვერსიული. ეს ერთი ბაქტერია რო აი ეს კარგია, ეს ცუდია, ეს რაც არ არსებობს და ლოგიკურად რო დავფიქრდეთ, რაც უფრო მეტი არის მრავალფეროვნება, უკეთესი არის, იმიტომ რომ მე უფრო კონკურენტობა უფრო კარგად მიდის და ბუნებრივად თან ეს ბაქტერიები რეალურად მრავლდებიან იმის მიხედვით რა სჭამ. ანუ შენ რასაც მაგის მიხედვით მრავლდებიან, ხა შენ თუ სულ მაგდონალდი ჭამ, ის ბაქტერიები გამრავლდებიან, როდესაც მაგდონალდი უნდა და თან პირდაპირ კავშირი აქვს შენს ტვინთან. მაგას ვეძახი ბოროტ ბაქტერიებს. კი, და უნდათ მე შენ რომ მაგდონალდი ჭამონ, რეალურად ამის სრულს გაძლევენ, ანუ შენ ტვინზე მოქმედებენ და ანუ დოპამინზე ასე შემდეგ ის იმ დროს გამოიყოფა რომ შენ ის საკვები მოგინდეს. და ანუ ხო შეიძლება ის მოიაზრებოდეს როგორც ცუდი ბაქტერიები. და კეთილი მოიაზრებოდეს და კარგი, რომელიც კარგ საკვებს გთხოვს, ანუ ჯანსაღს, ხო? აი გამოდის რომ შენზე არის დამოკიდებს, შენ უნდა მოთხო პირთან, ის ბაქტერია შენ უნდა მოთხო შენ თავს
შენ თვითონ სწორი ყვება, რომ მე იმ ბაქტერიებმა მოგთხოვონ შენ ასევე სწორი ყვება რა, ანუ შენ უნდა მართო რეალურად, შენზეა დამოკიდებული, შენ თუ კარგად იყვებები და შენ თუ მაინც ყურადღებას არ აქცევ ყვებას და შენთვის ანუ ეს არა პრიორიტეტული და მეორადი არის და ჭამ უბრალოდ რასაც გინდა, ანუ შენ გახდები იმის მსხვერპლი, ანუ რეალურად ის გმართავს მე შენ და ის და შენ უნდა მართო რეალურად. კი. ეს ძალიან ის არის, კარგი მიდგომა არის, ესე არავის არ აუხსნია. შენ შეგიძლია რომ მართო შენი მოკლედ თავით ზოგადად. კი, იმიტომ რომ მე აი ბევრს აქვს ეგეთი შეკითხვა, რომ აი როგორ არ ჭამ ამ, ანუ ექს, ანუ ნებისმიერი პროდუქტი, აი როგორ ამდენ ხანი არ გიჭამია ეს, აი როგორ შეიძლება და ამდენ ხანი რო არ ჭამ, აღარც გინდება, იმიტომ რომ შენ რო ჭამ, მაგიტო გინდება, რომ შენ მუდმივად არის, ანუ შენ ტვინთან რაც ახსენე რა. და ისე საინტერესო მეორე, ხა ამაზე ხანდახან საუბრობენ ხოლმე, მაგრამ ეს აი მეორე ეს ონკოლოგიურ დაავადებებთან რო კავშირში არის, ძალიან იშვიათად ხდება ხოლმე ამაზე ყურადღების გამახვილება და ნებისმიერი პრობლემა რაც ანუ ეს ნაწლავთან არის, რეალურად ეგ არის ერთ-ერთი საწყისი, ანუ რეალურად ტოქსიკურობაზეა დამოკიდებული გაჩნდება თუ არა საწყისი ეტაპის სიმსივნის, მაგრამ მე უკვე გავითარდება თუ არა, უკვე აი ცილას ძალიან ბევრს თუ იღებ და მეორე ფაქტორი ანთებითი პროცესები თუ გეწყება, ხო, რეალურად ეს არის პრობლემა, როგორც ანთებითი პროცესი უკვე გაზდის პროცესი, ანუ სიმსივნე რეალურად ჩვენ სხეულში მუდმივად ჩნდება, ანუ უჯრედები, რომელიც სიმსივნური არის, მუდმივად ჩნდება ნებისმიერ ჯანმრთელი ადამიანის სხეულში. უბრალოდ ეს სიმსივნური უჯრედი აღარ იზრდება, ანუ შეიძლება ადამიანს მთელი ცხოვრება ჰქონდეს, მოკვდეს ისე, რომ სხვა რაღაცისგან მოკვდეს, საერთოდ არ შეუქმნას პრობლემა ამ სიმსივნემ. ანუ რეალურად ისევ იმუნიტეტთან მივდივართ, ხო? ხო, ანუ იმუნიტეტთან მივედით. ხო, მე ხა კაცების შემთხვევაში ძირითადად აი სიმსივნეზე, როდესაც ასაუბარი ქალების შემთხვევაში ხდება ხოლმე აქცენტი ეს მკერდის სიმსივნეზე და კაცები შემთხვევაში ნაკლებად ხდება აქცენტი, იმიტომ რომ ნუ ეს აი სისხლძარღვთა დაავადებები მაინც უფრო პრიორიტეტულია, უფრო მეტი ადამიანი ამისგან გვხვდება. მაგრამ აი სისხლძარღვთა დაავადებისგანაც ვინც გვხვდება, მაგალითად კაცები 50 წლის მერე არის დაახლოებით 50%-ს აქვს პროსტატის სიმსივნე, 60 წლის მერე 60%-ს და 70 წლის მერე უკვე 80%-მდე კაცებს ვინც გვხვდებიან სხვა მიზეზისგან აქვთ პროსტატის სიმსივნე, უბრალოდ ნუსტიმის იგივე მაჩვენებელია, რაც ქალებში მკერდის სიმსივნის, უბრალოდ ქალები უფრო დიდხანს ცხოვრობენ და რადგან უფრო დიდხანს ცხოვრობენ, სიმსივნე უფრო მეტად ემართებათ, მაგრამ კაცები უფრო და საშუალო არის 10 წელი არის, 10 წლის სხვაობა არის, ან კაცები გვხვდებიან 10 წლით უფრო ადრე, იმიტომ რომ ნუ ეს არტერიები უფრო მალე ეკეტებათ, ნუ ცხიმის ჭამისგან. ხო, გასაგებია, ისევ ცხიმთან. ეხლა ცხიმთან ჯერ ცილა, შემდეგ ნახშირწყლები. რეალურად ეს სამი თემა არის, ხა მეც ლექსებს რო ვიწყებ, ანუ ეს სამი მიმართულება არის თავიდან რო გაიგო დაახლოებით, რომ ეს იგი ცილა არის, საკვები ბოჭკოები და მე უკვე ცხიმი, საერთოდ ცხიმზე ბევრ აქცენტს ვაკეთებ ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება ხოლმე ცხიმთან. მაგრამ მორჩით მიკრობიომს? თუ გვაქვს კიდე. თუ კონკრეტული შეკითხვა არის, ესეც რთული არის ხოლმე, ანუ აი ბევრი დანამატები არის ხოლმე. აი მიკრობიომთან მოდი გკითხავ, ესე იგი ბუნებრივი მშობიარობა როგორ მოქმედებს ჩვენს იმუნიტეტზე. აი ხო ეგეც კი, აი ეგეც არის ისეთ საკითხი, რომელიც აი წდება ოდნავ. ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ უნდა მოხდეს რა, თუ საჭირო ეს იგი საკეისრო, როდესაც კეთდება, ბავშვი არ იღებს იმ საწყის ბაქტერიებს, რაც უნდა მიიღოს დედისგან. და ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს ეს, იმიტომ რომ იმუნიტეტის დაქვეითება ხდება პირველი წლების მანძილზე და მერე, ნუ თეორიულად მერე ეს აღდგენა შეიძლება ამის, თუ სწორად იკვებას შემდეგ განსაკუთრებით ეხმარება თუ ძუძ იკვებაზე არის ლაქტაცია ძალიან ეხმარება. თუ არ არის კიდე ოდნავ უფრო შეფერხებული, მაგრამ ნუ თეორიულად რაც ასაკის მერე უკვე ბალანსდება, ანუ დაბალანსება მოხდება. მაგრამ საწყის ეტაპზე ძალიან კარგი დაცვითი ეფექტი აქვს და ამის გამო არის ხა ტესტებს აკეთებენ, რომ იღებენ მაგათ ამ სითხეს მშობიარობის, ნუ რაც უნდა მოხდეს სითხე ბავშვს, იღებენ ამ სითხეს და უსმევენ მაგათ ამ ბავშვებს, მაგრამ არ აქვს იგივე ეფექტი, იმიტომ რომ ეს ბავშვი რო გამოდის ამ შინიდან გარეთ და ანუ იგივენაირად რეპლიკაციას ვერ გააკეთებ, იგივენაირად ამ იმიტომ სითხის ეტაპები არის, ხო, მუცელშიც რო არის, მადასხო სითხეში არის და ნუ რო გამოდის ეს ეტაპობრივად ხდება და ანუ თავისი გზა აქვს, ბოლომდე ვერ გაერკვევი ამაში. ხელოვნურად ვერ გააკეთებ მაგას, ანუ. ნუ ყოველთვის ცდილობენ, ანუ ცდილობენ ფეკალსაც კი იღებენ და ფეკალს უსმევენ ბავშვს და ხან აჭმევენ ბავშვს რომ მიიღოს კი. იმიტომ რომ ნუ რეალურად არასანიტარულია, რომ ჩდება ბავშვი რეალურად ეს ბაქტერიებიც ხდება და საერთოდ ერთ-ერთი მთავარი გავრცელება ის მიკრო ბაქტერიები, რაც ვრცელდება კუჭის ბაქტერიები, არის ამ ფეკალიდან, მაგალითად აი ღარიბ ქვეყნებში რო აქვს ძალიან კარგი კუჭის მიკრობიომი, იმის ხარჯზე რომ სანიტარი არ აქვს და ანუ უნიტაზები რო არ აქვს და ანუ წყალს რო სვამენ რო სანიტარული არ არის 100%, რეალურად მაგისგან იღებენ. უბრალოდ ნუ მე ინფექციური დაავადებები, რეალურად იგივე მიზეზი არის ხაც აი მშობიარობაში
ამ კვლევების მთავარი წინაღობა არის ეს ინფექციური დაავადება რო არ გავრცელდეს და ანუ ერთი შემთხვევაც რო ახლა ბავშვს რამე ინფექციური დაავადება დაემართოს ამ ექსპერიმენტებისგან უკვე საკმარისი მიზეზია რომ ეს აღარასდროს ამ კვლევასაც აღარ ჩაატარებენ ამას და ამიტომ ბოლომდე ამაზე ესე პასუხი არ არის. კვლევის ჩატარება რთულია მოკლედ ამ კვლევებს ატარებენ, უბრალოდ არ არის ეფექტურობა ბოლომდე არ აქვს ამას ნაჩვენები, ანუ ამ ბოლომდე რეპლიკაციას ვერ გავუკეთებ და უმჯობესია რომ თუ საშუალება რომ ხო ბუნებრივად გაჩნდეს, იმიტომ რომ ხა განვითარებულ ქვეყნებში ძალიან მომატებული არის, ანუ დაგეგმილი საკეისროები და ძალიან განვითარებულ. თუ პირიქით. განვითარებულ შხობოდში, განვითარებულში, სადაც დაგეგმილად აკეთებენ და ძალიან არ არის ხოლმე ის რისკი, ანუ ისე ანუ რისკს არ უხსნიან ამათად რომ მიდის ისეთი წარმოდგენას უქმნიან რომ იგივე არის, ანუ არ აქვს მნიშვნელობა ბუნებრივად ან ჩვეულებრივად გაჩენს თუ საკეისროდ მოხდება გაჩენა, იგივე არის, არ აქვს მნიშვნელობა, ძალიან დიდი განსხვავება არის ბავშვის ჯანმრთელობაზე და დედის ჯანმრთელობაზეც ძალიან დიდი განსხვავება. მე მეგონა რომ პირიქით ახლა განვითარებულ ქვეყნებში დაიწყეს ძალიან ამის პროპაგანდა, რომ ბუნებრივად უნდა იმშობიარო და ლაქტაცია, მაგრამ არ ხდება? თუმცა ესე სტატისტიკა არ ვიცი სიმართლეითად, მე მგონი განვითარებელშიც საერთოდ აი კერძო კლინიკებში არის ხოლმე ძირითადად ეს პრობლემა, იმიტომ რომ კერძო კლინიკა უფრო მეტ ფულს აკეთებს და რადგან კერძო არის და უფრო მეტი ფული კეთდება, რეალ ფინანსური ინტერესებისგან გამომდინარე არის ხოლმე. ბუნებრივი მშობიარობა არის პრიორიტეტი. პრიორიტეტი არის, ნუ არის შემთხვევები, რომ ვერ კეთდება მაგათად და ნუ ეგ გასაგებია. ეგ გასაგები არის, მაგრამ ძირითადად ეს პრიორიტეტული არის და ასევე აუცილებლად ეს ლაქტაციაც ძალიან მნიშვნელოვანი არის იმის გამო, რომ რაღაც ნაწილი ამ მიკრობიომის, ნაწლავის მიკრობიომის გადადის ლაქტაციით, დედისგან გადადის, ანუ ეხლა ეს ერთ-ერთი ყოველთვის თანამედროვე კვლევები, რომ ეს ლაქტაციისგან ნაწლავის მიკრობიომის გადადის ბავშვზე. ანუ არა მარტო, არ ვიცი, ისეაც იმუნური მთელი ფაქტორები არის, რაც ანუ იმუნიტეტს უმჯობესებს, მაგრამ დამატებით ამ ნაწლავის ბაქტერიებს რძის განსიღებს დედისგან. კი. ой, რა საინტერესოა, ეს არ ვიცოდი. მოდი გადავიდეთ ცხიმებზე. დიახ. ძალიან საინტერესო არის ეს ცხიმები, როგორ მოქმედებს ჩვენ ჯანმრთელობაზე და ხანგრძლივ ხარისხიან ცხოვრებაზე. კი, და ამაზე თან ხდება თიმის ყველა ეს ორგანიზაციები, რაც არის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, უცხოეთში თიმის ყველა თან ხდება, რომ ეს ტრანსცხიმები რო ცუდი არის, ეგ ისეაც ვიცით, ძირითადად გადამუშავებულ პროდუქტებში არის, მაგრამ თუნდაც მარგარინში საქართველოში ანუ ტრანსცხიმი არის მარგარინი. მარგარინი ხო, მაგიტო ახსენ მარგარინი არის თითქმის 100% ტრანსცხიმი. თუმცა ევროპაში მეტად რომ მიხვიდე, ევროპაში რეგულაციები არის, რომელიც გრძალავს 2%-ზე მეტი არ შეიძლება მარგარინში რო იყოს ტრანსცხიმი და ოდნავ უფრო პროცესი არის კონტროლებული, დამუშავების უფრო დიდხანს ამუშავებენ და მე აღარ არის ეს ტრანსცხიმი, აღარ წარმოწევს მხოლოდ 2% და ამერიკაში საერთოდ აკრძალული არის. ძალიან იშვიათია რომ თან ამერიკაში უფრო მკაცრად არის ვიდრე ევროპაში. ძირითადად ევროპის რეგულაციები უფრო მკაცრი არის ხოლმე ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს 2%-ით საკმაოდ ცუდი. ანუ ეს 2%-ით საკმაოდ ცუდი. ეს 2%-ით არ უნდა მიიღო და ჩვენ მარგარინში რომელსაც ძალიან ხშირად აი მარხვის დროს ან რაცის დროს სულ ხშირად ანაცვლებენ ხოლმე კარაქს. ძალიან ცუდი არის რა. ან შეიძლება ისეც მოხდეს. მოდი გასაგებენაზე. ზოგადად სიკვდილიანობის რისკს, ანუ რისკ ფაქტორი ზრდის ყველა მიზეზით სიკვდილიანობის, ანუ არ აქვს მნიშვნელობა, ანუ ყველაფრის რისკს ზრდის, ანუ სიზარდო დაავადებების, სიმსივნის, ან ყველაფრის. იმიტომ რომ გადამუშავებული არაბუნებრივი ფორმა, ანუ არ არსებობს ბუნებაში, ანუ ხდება დამუშავება, ბუნებაში ძალიან მცირე რაოდენობა, რაც აი 0.0% არის ზის პროდუქტში, მაგრამ ესე ბუნებაში არ არსებობს, ანუ ეს არის სინთეტიკურად მიღებული. ანუ ჩავთვალოთ, რომ ეს არის ერთ-ერთი გადამუშავებული პროდუქტი, რომელიც სინთეტიკურადაა მიღებული და აი როგორც აი მაკდონალდზე არ უნდა ვილაპარაკოთ, რომ ცუდი არის, იგივენაირად არის ფაქტიურად, იმიტომ ხა რეგულაციები არის, პირდაპირ ძახისა, მაკდონალდზე არ უნდა ვილაპარაკოთ, რომ ცუდია, სხვანაირად არ გაიგონ, იმიტომ რომ არც განიხილება. არც განიხილება, იგივენაირად რომ ხო, იმიტომ რეგულაციები რომელიც ძახი რომ სიმსივნის კარცინოგენული არის, ხო, პირდაპირ მინიჭებული აქვს კარცინოგენული სტატუსი, რომ ანუ, მაგრამ არ მარტო კარცინოგენული, ანუ ისე სიზარდო დაავადებებსაც ყველა პრობლემას იწვევს რეალურად. არა მხოლოდ მარგარინი, ხო, არამედ რაფინირებული ზეთები. რაფინირებულ ზეთებში არის 0 რაღაცა ძალიან მცირე პროცენტი ტრანსცხიმის და ხო, ანუ რამდენიმეჯერ ხდება შეწვა, მაგ დროსაც იზრდება ეს ტრანსცხიმის რაოდენობა, მაგრამ ტრანსცხიმი უშუალოდ დიდი რაოდენობით არ არის. მაგრამ რატომ არის მაშინ რაფინირებული ზეთი მიჩნეული, რომ იწვევს სიმსივნეს? აი ხა დავიწყოთ, მოდი ჯერ ვისაუბრეთ, ეს აი ტრანსცხიმი ერთ-ერთი კატეგორია არის, ეს ერთ-ერთი ტრანსცხიმი. აი ჩამოთვალთ, რა არის ტრანსცხიმი? მარგარინი შემავალი ანუ. ძირითადად მარგარინი არის იმასე და შეიძლება იყოს ეს აი პალმის ზეთები და რაღაცები დამუშავებული ძალიან ეს რაფინირებული ზეთებში შეიძლება იყოს აი 1% ვთქვათ, მაქსიმუმ 1%. 1%-იც ბევრია, მგონი 1%-იც არ აქვს ხოლმე.
ნუ რაღაც რაოდენობა აქვს, ძირითადად მარგარინი. ანუ ეგრე გამოდის რა. ბატიბუდს და რაღაცა შეფუთულ პროდუქციებს ხან-ხან აქვს დამატებული და შეიძლება ესე პირდაპირ არ იფიქრო, რომ ტრანსხიმი არის, მაგრამ მაგის გამო არის, რომ როგორ უნდა მივხვდეთ ეტიკეტზე, რომ თქვა ტრანსხიმი შეიცავს აწერია რამე სახით? თუ ვერ ისეთი უნდა ტრანსხიმის ცალკე მე მგონი ეს არ აწერია, იმიტომ რომ ნაჯერი ცხიმი და უბრალოდ ცხიმი აწერია. ტრანსხიმი სიმართლედ არ ვიცი, მაგრამ წესი ძალიან იშვიათია, უფრო გადამუშავებულ საკვებში და რა გადამუშავებულ საკვებში ისედაც არ უნდა მოერიდო. ხო, ესე ბოლომდე ისე მაგაზე არ მიფიქრია. არ მიფიქრია, როგორ უნდა გაარჩიო ბოლომდე. ხო, როგორ უნდა გაარჩიო. ზედად მარგარინს რომ მოერიდო, თუ არის მარგარინის შემცველობა, ესე მაგის შეიძლება შემადგენლობის სიაში თუ არის მარგარინი, ალბათ ეგ არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ის გაარჩევ. კარგი, თუ გარკვევ მაგას მითხარი, მეც მაინტერესებს. ერთი არის ეს ტრანსცხიმები, კატეგორია ეს ცხიმების, მეორე არის იგი ნაჯერი ცხიმი და უჯერი. ანუ ეს ორი არის ეს უკვე ბუნებრივად რაც არსებობს. რაფინირებული ზეთები რაც არის, ძირითადად არის უჯერი ცხიმისგან. ნუ ძირითადად უჯერი, მაგრამ რეალურად ერთი არ არსებობს ამ ბუნებაში რო არის, ანუ ყველა საკვებს აქვს რაღაც რაოდენობა პროცენტულად არის რაღაც წილი ნაჯერი, რაღაც წილი უჯერი. მეტად ახლა რო ავიღოთ აი ზეთისხილის ზეთი, რომელიც ძალიან ჯანმრთელად მიიჩნევა. 20% ნაჯერი ცხიმი აქვს, თქვა. ექსტრა თუ არის ვირჯინი? ხო, ექსტრა ვირჯინი, ანუ არარაფინირებული მოიდა, ანუ ყველაზე კარგად რაც მიიჩნევა. ხო, ცივად დაწურული ექსტრა ვირჯინ ოლივ ოილი რა აქვს? აი, ჯერ მაგას გავუჩვენთ. ჯერ ესე იგი ესა უჯერი ცხიმს შეიცავს ძირითადად, ანუ ეს მცენარეული ზეთები. და არის ორი ფორმა, ხო, არის რაფინირებული და ნაკლებად რაფინირებული, ესე ცივად გამოხდილი რაც არის, extra virgin რო არის ეტიკეტზე ეგ აღნიშნავს მას, რომ ცივადაა გამოხდილი. და ძირითადად რეკომენდაციები არის, რომ ცივად გამოხდილი არის უმჯობესი და რეალურად ეგრე არის, კი ანუ. აბა როგორ უნდა გავარჩიოთ? მე მგონია რომ extra virgin თუ აწერი, extra virgin თუ აწერია, ეგ აღნიშნავს, რომ ცივად არის. მე მეგონა რომ არ ნიშნავსო. არა, ეგ ნიშნავს. და ხან-ხან თავიდან თქვი. იგი extra virgin-ი, როდესაც აწერია ზეთისხილს ან სხვა ზეთს, ეგ ნიშნავს, რომ ცივი დაწურის მეთოდით არის დამზადებული. შეგვიძლია ვენდოთ, მაგრამ მეორეა, რამდენად სასურველი, ანუ გვინდა ამ extra virgin ზეთის ჭამა, რამდენად კარგი არის ეს extra virgin ზეთი, ან საერთოდ ნებისმიერი ფორმის დამატებული ზეთი. აბა მითხარი, იმიტომ რომ აქ არის ორი თემა, ესე იგი ტრანსხიმი ყველა ვიცით, რომ ძალიან სულ, ესე იგი კანონის დონეზე და რეგულაციების დონეზე. ტრანსხიმის შემდეგ ყველა ორგანიზაცია ასევე რაზეც თანხმდება, რომ ნაჯერი ცხიმი არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევის მიზეზი ნადების არტერიებში, ეს აი სისხლის კაპილარების, ნუ ეს კაპილარების სისხლს ამოძრავებს არტერიები, ვენები, აქ ხდება დროთა განმავლობაში ნადები. ამ ნადებს ძირითადად შენს ქოლესტერინი, ეს ქოლესტერინი არის რაც ტრანსპორტირებას ახდენს ამ საკვების, ამ ტრანსპორტისავით არის რა, ანუ ტრანსპორტირებას გადააქვს და ამ გადასვლის პროცესში იქნება ეს ნადები. და ეს ნადები ძირითადად არის ამ ნაჯერი ცხიმისგან გამოწვეული. ეს ნაჯერი ცხიმი რაც ამ ქოლესტერინის რაოდენობას ძალიან მაღლა წევს და ეს ერთ-ერთი მთავარი რისკ ფაქტორი არის სიზარდო დაავადებების და სიზარდო დაავადებები არის მთავარი გამოწვევის მიზეზი სიკვდილის. ანუ ყველაზე მეტად რასაც უნდა ყურადღებას ვაქცევდეთ და ყველაზე მეტად რაც არის რისკი, რეალური რისკი, რომ ანუ პრობლემა გაჩნდეს და კაცებში განსაკუთრებით, ხო, ვახსენე, რომ 10 წლის უფრო ადრე ხვდებიან და ეს 10 წელის სხვაობა არის ზუსტად იმის ხარჯზე, რომ ეს სიზარდო დაავადებები, მე საქართველოში არის 67 წელი არის კაცებში, საშუალო ასაკი. ანუ ეს არის ძალიან დაბალი არის, ანუ იაპონიაში საშუალო ასაკი არის 84 საშუალო ასაკი და მანდაც ნუ კაცები არის 80 თუ 81 და ნუ ქალების უფრო მაღალი. ალბათ იაპონიაში blue zone-ის გამო ხო კინავა რო ჩავთვალოთ. ეს საშუალოდ, მაგრამ ლურჯი ზონის ერთ-ერთი მიზეზი არის, რომ ძალიან დიდი რაოდენობა ძალიან დაბალ რაოდენობა ცხიმს ჭამენ. მაგითაც ცხიმთან რო დავაცენ, ძალიან დაბალ რაოდენობა ცხიმს ჭამენ იაპონელები, ძალიან დიდი რაოდენობა ნახშირწყალს ჭამენ. ანუ რას გვეუბნები ყველა ნახშირწყალი არ ჭამოთ და მაგათი დიეტა არის ფაქტობრივად 90% ბრინჯი, ანუ ძირითადად ბრინჯს ჭამენ და თან თეთრ ბრინჯსაც ჭამენ. თეთრი ბრინჯი და ნუ ზღვის პროდუქტი, მცენარეული პროდუქტი ასე შემდეგ. ამ ბრინჯისგან იღებენ ძალიან ბევრ საკვებ ბოჭკოებს. ახლა აი ბოჭკოებზე რო ვისაუბრე, ბრინჯი და ნებისმიერი, ნუ ქერქით როცა ჭამ კიდევ უფრო მეტი არის, მაგრამ ქერქში რაოდ იმდენი არის, რომ შეიძლება ზედმეტიც იყოს, ან შეიძლება გაგიჭირდეს გადამუშავება. ბევრ სხვა, ანუ აი ამ ბაქტერიებს ჭირდებათ ეს საკვებ ბოჭკოები, მაგრამ შენ თუ მაგითაც ძალიან დიდი ხანია ჭამ ძალიან არაჯანსაღად ან სულ გადამუშავებულ პროდუქტს ან უბრალოდ არ ჭამ საკმარის ბოჭკოებს, საკვებ ბოჭკოებს, შენ რო დაიწყო ახლა უცებ ძალიან ბევრი ჭამა, ძალიან ცუდად ტკივილი გექნება, გაგბერავს, ანუ ნელ-ნელა უნდა მოხდეს, იმიტომ რომ ის ბაქტერიებს უნდა გამრავლდნენ, შეეჩვიონ, შეეგუონ ამ ყველაფერს. ანუ ის ბაქტერიები მოკვდნენ, რომელსაც მაგდონალდი უნდა და ის ბაქტერიები გამრავლდნენ. ამას შეიძლება ერთი წელიც დაჭირდეს, შეიძლება უფრო მეტი დროც დაჭირდეს. ნუ ძირითადად რამოდენიმე თვე, მაგრამ არის შემთხვევები, შეიძლება 1-2 წელიც დაჭირდეს, რომ ბოლომდე მოერგოს ამ
პროცესს. მოდი ეცოთ იაპონიაზე ხო და გკითხავ, ანუ იაპონელები ჭამენ ამას. მაგრამ აი ხო ძალიან დიდი რაოდენობით თევზს იღებენ. ძალიან დიდი რაოდენობით თევზს არ იღებენ სხვადასხვა. იღებენ იმის დამიხედვით სად იაპონიაში ხონ სადაც უფრო ახლოს არიან სანაპიროსთან და სადაც უფრო მეთევზეები ცხოვრობენ, ისინი უფრო დიდი რაოდენობით ჭამენ, მაგრამ ასევე იმასაც ჭამენ ძალიან ბევრს, ეს ნორი და ზღვის მცენარეებსაც ჭამენ ძალიან ბევრს. და ამის გამო ძალიან ბევრი იოდს იღებენ და ესეც მოიაზრება, რომ ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც უფრო ნაკლები პრობლემები აქვს რა ბევრ მხრივ. რა საინტერესოა. თუმცა ხო თევზს რაღაც რაოდენობით ჭამენ. მაგრამ მაინც მგონია, რომ ეხა ჩვენ რომ ხვალიდან ბრინჯის ჭამა დავიწყოთ და ნორის ეგრე ვერ იმოქმედებს, რა თქმა უნდა, როგორც იაპონელებს. ამაზე არის ვოლტერ კემპნერი არის, აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან მნიშვნელოვანი ნუტრიციოლოგი, ეს არის ფაქტიურად ერთ-ერთი წამყვანი ონც ადრე, ანუ ეს ხდებოდა 60-იანებში, 70-იანებში. საერთოდ ცხოვრობდა გერმანიაში, გერმანელი არის, რომელიც წავიდა ამერიკაში, ნუ თვითონ ებრაელი იყო და წავიდა გამოიქცა გერმანიიდან და ბევრი ინტელექტუალები ჩამოიყვანა და ერთ-ერთი ნაკადის წევრი იყო. რომ ჩავიდა დუკის უნივერსიტეტში ჯერ ასწავლიდა და პაციენტებსაც იღებდა. და ზუსტად ეს დაკვირვება გააკეთა, რომ იაპონელები დიდხანს ცხოვრობენ და ჩინელები დიდხანს ცხოვრობდნენ, განსაკუთრებით ვინც ქალაქ გარეთ ცხოვრობდნენ და ძალიან დიდი რაოდენობით ბრინჯს ჭამენ. და ესეთი რაღაც მოიაზრა, რომ ერთ-ერთ პაციენტს უთხრა, რომ მარტო ბრინჯი ჭამეო. მარტო ბრინჯი, ანუ საუბარი არის, რომ მე მგონი აი ერთი პომიდორის, თუ აი ერთი ხილის ჭამა შეეძლო, ერთი ბოსტნეულის ჭამა მხოლოდ დღეში და დანარჩენი სულ ბრინჯი. მაგრამ როგორი ბრინჯი, გადამუშავებული თუ ბასმატიზეა საუბარი, რომ ბასმატი უმჯობესი კი. მაგას ვამბობ, მან განსხვავება არის, იმიტომ რომ ბასმატის შენარჩუნებული აქვს მინერალები, ეგეთი გამოცვლილი არ არის, როგორც ვიცი. კი, საერთოდ არის ხო, რამოდენიმე ფორმა არის გრძელი ბრინჯი და არის უფრო პატარა ბრინჯები. თვითონ სახეობებს შორისაც ამ გონის ხობის პატარა ბრინჯი რო არის. და ნეტა რომელზე უთხრა ჭამეო, გადამუშავებულზე თუ გადაუმუშავებულზე, ესეც საინტერესოა. მაგაზე ბოლომდე არ აკეთებენ აქცენტ ყურადღებას, იმიტომ რომ ორივე მუშაობს. მაგ შემთხვევაში ორივე მუშაობს, ანუ ოდნავ განსხვავება არის, ანუ უმჯობესი არის ბასმატის მიღება, იმიტომ რომ გლიკემური ინდექსი ბევრი რაღაც აქვს უკეთესი, მაგრამ საბოლოო ჯამში დიდი სხვაობა არ აქვს. და გააგრძელე რა. პატარები რო არის, მგონი ეგენიც უფრო ჰიბრიდული ჯიშები, უფრო ახალი ჯიშები და ეს მაგის ხო მოგეთ ეგენი არ არის იმდენად უმჯობესი, მაგრამ დიდი განსხვავება არ არის. აქაც საერთოდ იმაზეც იყო საუბარი, მე თაი ყავისფერი ბრინჯი უნდოდა რომ გაეკეთებინა, ანუ ეს კვების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ ესეთი აზრი ქონდა, რომ ყავისფერი ბრინჯი რო ვაჭამოთო ამერიკელებს არ შეჭამენო. იმიტომ რომ ძალიან კიდევ უფრო უგემურია ესე თეთრ ბრინჯს რივს ვაჭმევთო და ეხა ის ყავისფერი ბრინჯი რომ მივცეთო საერთოდ არ არის და მე მეგემრიელება ძალიან ყავისფერი ბრინჯი. კი, ნუ რო ეჩვევი მე რო ყოლა, ესა საშუალო ამერიკელზე, რომელიც გემოს შეჩვეული არის უკვე იმ საკვებს და ძალიან რთული, მართლა რთული მისია არის. და რაო ბრინჯი რო აჭამა. მაგრამ ისე ძალიან სანამ დავიწყოთ ბან ბრინჯზე ვიტყვი ბოლომდე. ხო და მე დავუბრუნდეთ ისევ იმას. ბრინჯის ქერქის ჭამა არის ოდნავ პრობლემური იმის გამო, რომ დარიშხანის შეწოვას აკეთებს ძალიან დიდი რაოდენობით. ბრინჯი იზრდება ეს დაჭაობებულ ადგილებში, ნუ ძალიან ბევრი წყალი ჭირდება და ძირითადად იმ ქვეყნებში სადაც ზდიან არის დარიშხანის პრობლემა. ანუ იმის გამო, რომ ძალიან გზელი ჯაჭვია, მოეთ ეს თევზების ძირითადად ეს დარიშხანი არის, ბევრი ფორმით ხდება გარემოში, ანუ მინერალი არის, რომელიც ნუ ბევრგან არის, საქართველოს არის ბევრგან ეს დარიშხანი და პრობლემა ხდება სხვა ინდუსტრიული პროცესების გამო, ეს მაინინგი რა ქვია, ეს მაღაროების გამო, რაღაცების გამო, ბევრი პრობლემის გამო ხდება ეს მაგათ მდინარეში, სხვა ეს გარემოში ხდება. და აკუმულაციას აკეთებენ მაგათ თევზები არის ნომერ პირველი, ხაი ხო ძალიან ბევრი რეკომენდაცია რომ თევზები უნდა ჭამოთ და თევზები არის ნომერ პირველი წყარო ძიმე მეტალების ტოქსინების ვერცხლის წყლის დარიშხანი ტყვია ყველაზე დიდი რაოდენობა გროვდება ამ თევზებში და თან საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობა არის თითქმის არ არის არანაირი რეგულაცია ამ კარიერების და ანუ ამ მაღაროების და ასე შემდეგ და მთელი დაბინძურება ერთ მდინარესაც ვერ ნახავ საქართველოში, ნუ ძალიან მაღლა თუ არა ხვალ მთაში ერთ მდინარესაც ვერ ნახავ, რომელიც არ არის დაბინძურებული დარიშხანი ტყვით ამ ნივთიერებებით და ძალიან ბევრი ამზე მთელი რეპორტები არის, რომელიც თითქმის არავის არ გაგონილია სვანეთშიც ბევრგან არის ეს ძველი ქარხანები, რომ მდინარეებში ჩადის და პირდაპირ ამით ძველი ქარხანები მიტოვებული და დღემდე დევს ეს ბაკები სავსე დარიშხანით, ანუ ეს დიდი ბაკები, ეს 200 ლიტრიანი რკინის ბაკები, რომელიც უბრალოდ იჟანგება და ეს მთელი დარიშხანი უბრალოდ ჩასული არის მანდვე რა. ძალიან ბევრი ამის რეპორტები არის. მინესოტა რეპორტია, მიატა, ანუ ბევრი რეპორტები არის გაკეთებული, ეს ევროკავშირის აქვს გაკეთებული და მე ერთხელაც არ მინახავს ამის გაშუქება, ერთხელაც არ ყოფილა ამის გაშუქება, ძალიან ბევრი რეპორტები არის გაკეთებული. ისედაც ახლა რა ვჭამთ, რა ვიცით? მაგას რო თავიდან ქათამს რა ვჭამთ, ვიცით? კი,
კი, მაგრამ ნახეთ, ქადამთან მიდის თან. ქადამზე მივდივარ, იმიტომ ნახეთ თევზებში ხო გროვდება ეს დაიშხანი, თქვათ. ნუ ანუ საქართველოსაც ვსაუბრობ, ხო? საქართველოსაც ეხება, იაპონიაზე ვსაუბრობდით და იგივე სიტუაცია ჩვენთანაც. ჩვენთან უარესი საუბრობთ, ჩვენთან თევზი ნამდვილად არ უნდა ჭამო, მაგრამ ნუ საუბარი მაქვს ახლა ბრინჯსაც დიან, ხო? ესე იგი ბრინჯსაც დიან, იქაც ხო არის ეს მდინარეები და იქაც იგივე პრობლემები აქვს. ნუ ყველგან თითქმის იგივე პრობლემები გვაქვს რა. და ნუ არის დარიშხანი ამ წყალში, ამას აგროვებს ეს თევზები. ამ თევზებისგან ძალიან ხშირად აკეთებენ ამ პრემიქსებს. ფოსფორი აქვს, რაღაცები აქვს და ამის გამო ამ პრემიქსებს აკეთებენ ქათმებისთვის. ეს ქათმები ჭამენ, ნახეთ ახლა და რა გრძელი ჯაჭვი არის, ქათმები ჭამენ, ამაზე მთელი კვლევები არის, მე შეგეთ ნახოთ. ქათმები ჭამენ ამ პრემიქსს, რომელშიც არის ამ თევზისგან დამზადებული და არის დარიშხანი, ძალიან დიდი რაოდენობა. ამ დარიშხანის აკუმულაცია ხდება სკლინში, ამ ქათმის და ამ სკლინს ხმარობენ სასუქად, როდესაც დიან ბრინჯს. და ამ ბრინჯის ქერქი აგროვებს ძალიან დიდ რაოდენობა ამ დარიშხანს და თან ბრინჯი განსაკუთრებულად პრობლემურია ამ მიმართულებით. ანუ ეს არის საკმაოდ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც 70% ბავშვის ფორმულაში არის დარიშხანი. ნორმაზე მეტი, ანუ იმ დასასრულებით ნორმაზე მეტი დარიშხანი განსაკუთრებით ბრინჯი რომელშიც არის, იმაში 100% არის თითქმის. იმის გამო რომ ეს აი ამ ჯაჭვით ხდება დარიშხანი შიგნით. და მოგეთ აუცილებლად ჭამოთ თუ არა ბრინჯი? თუ ორგანული არის და თუ არის, თუ ორგანული არის, მაშინ თქო პრობლემა არის ქერქის გარეშე. ესე ქერქის გარეშე 90% მეტი დარიშხანი შორდება. ან თუ გინდა რომ ქერქთან ერთად ჭამო, შეგიძლია წყალში ჩაალბო და ეს წყალი გადაასხა და ეს ანუ რეალურად ესე იგი მე რომ მგონია რომ ორგანულ ქერქიან თქვათ ბრინჯს მივირთმევ. თუ ორგანული არის შეიძლება მართლა კარგი იყოს. თუ ორგანული გაჩნია სადაა გაზრდილი. ან შევა პესტიციდი არ არის საერთოდ გამოყენებული, მაგრამ ეს დარიშხანი არის წყალში. მესმის, ამიტომ ვერ გაშლება ორგანიკ აწერია, მაგრამ ბოლომდე ვერ გაიგო, ხო? ბოლომდე ვერ გაიგო. და რა უნდა ქნა, უნდა ჩაალბო წყალში? წყალში შეგიძლია ჩაალბო და მე ეს წყალი, ნუ თქვათ ერთი დღის მანძილზე ან ნახევარი დღე ჩაალბო წყალში და გადაასხა ეს წყალი და მე ისევ მე მოხარშო პრობლემა. მე ბრინჯს დიდად არ მევირთმევ, კინოას მევირთმევ, კინოაზე რა. მე მარტო თეთრს ყავისფერს არ ზუსტად ვჭამ ხოლმე. ხო და ის სხვა მარცვლს თითქმის არც ერთს არ აქვს ეს პრობლემა. ის კონკრეტულად არის ბრინჯის, იმიტომ რომ დაჭაობებული რო არის დიდხანს არის წყალში. ეხლა ჩვენ ვარ დავაბნიოთ მაყურებელი, ანუ საუბრობდით რომ ბრინჯი თავისთავად, იმიტომ რომ იაპონია, იმიტომ რომ ეს კარგს ვიძახდით ხო ბრინჯზე რომ უნდა ჭამოთ. თან თქვით ცუდი და აი რო არ დავაბნიოთ ეხლა. აი ეს ანუ საერთოდ კარგი არის რომ ეს კემპნერი აზრებდა თეთრ ბრინჯს, იმიტომ რომ შეიძლება გამორიცხა ასევე ეს ტოქსიურობა, რომელიც ახლა მაგ დროს არ იცოდნენ. ანუ ნუ ოსტოში ბოლომდე არ იყო ამაზე ისეთ ცნობადობა იმ ძიმე მეტალებზე. ან შეიძლება იმიტომ რომ თეთრი იყო და ქერქი არ ქონდა, აღარ ქონდა ეგ ტოქსიურობა. ნუ ყოველთვის ხო ანუ გამორიცხა ეს ტოქსიურობა და ნუ აძლევდა ამ თეთრ ბრინჯს უნიშნავდა და ნუ რამდენიმე პაციენტს დაუნიშნა და ძალიან კაი შედეგი ჰქონდა, წონას იკლებდნენ ძალიან ბევრს და ნუ მე ვფიქრობ რა კარგი არისო და ჩამოყალიბა ეს პროგრამა, სადაც მოდიოდნენ ადამიანები და რაღაც ეტაპზე იმდენად პოპულარული იყო, რომ მთელი ჰოლივუდი მაგასთან ჩამოდიოდა, რჩებოდნენ და მოგზაურობდა ასევე და სხვა სამყაროში მიდიოდა და ამ კვებას უნიშნავდა. ერთადერთი და ყველას ჰქონდა ძალიან კაი შედეგი. თან ეს არის პერიოდი, როდესაც ანუ ეს ფაქტიურად პირველი ნუტრიციოლოგი იყო, რომელიც მკურნალობდა პაციენტებს. ანუ ეს იყო სამკურნალო, ეს არ იყო უბრალოდ პაციენტები, ვინც მოდიოდნენ ამასთან. ძირითადად იყო თირკმლის უკმარისობა, ვისაც ჰქონდათ, იმიტომ რომ ამ პერიოდში ჯერ დიალიზი არ იყო. დიალიზი არის იცნო ამ თირკმლის უკმარისობა, ვისაც აქვს, უკვე ამას მკურნალობენ, რა შეიძლება გადარჩეს ადამიანი, ანუ სამყაროში უნდა იწვეს და მოდ ამ პრობლემას აგვარებს. არ იყო ამ დროს, ისე თირკმლის უკმარისობა ძალიან ბევრი პაციენტი იყო თირკმლის უკმარისობით და არანაირი გამოსავალი არ ჰქონდა და მიდიოდნენ ამ კემპნერთან და ძალიან ბევრი პაციენტი აქვს გადარჩენილი. ასევე იყო მაღალი არტერიული წნევა, ვისაც ჰქონდა. ისე იგი მიდიოდნენ ადამიანები და ამ დროს წნევის დამწევი წამალიც არ იყო ჯერ ბოლომდე. მაღალი არტერიული წნევა საუბარი არის 220 და უფრო მაღალია ზედა ციფრენს. და მხოლოდ ბრინჯს აჭმევდა? მხოლოდ ბრინჯს აჭმევდა და ნახე თირკმლის უკმარისობა ვისაც ჰქონდა ბრინჯს აჭმევდა, ნუ ცოტა ამ ბოსტნეულს, ნუ ძალიან ცოტას, მეტად შეიძლება ერთი პამიდორი, ერთი კიტრის არ შეხვდა, რაცა 1/4 პამიდორი რაც ესეთი და ვისაც თირკმლის უკმარისობა ჰქონდათ, იმათ ფქვილს აძლევდა, ცარიელ თეთრ ფქვილს და შაქარს უმატებდა. იმის გამო რომ ცილა რაც არის ბუნებრივად იმ ბრინჯში, ნუ ძალიან ცოტა არის ცილა, მაგრამ თირკმლის უკმარისობისას აქვს ის ცილა კიდევ რომ შეამციროს, რომ პრობლემა არ შეექმნას და პიტამ ამის გამო უმჯობესდებოდა ჯანმრთელობა. და ჩვენთი ოსიგოსნის რო ეს აი შაქარი და ეს პირიქით ხო, ანუ აი სურეთ პირიქით, რომ ეს ნახშირ წყლები ყველაზე ცუდი არის და ეს ნახშირ წყლებს რო შევამცირებთ, ბევრად უკეთესად ვიქნებით. რა დამაბნეველი. მაგაზე კიდე გავარჩევ. ხო, დამაბნეველი არის, მაგრამ ეს განზრახ არის ეს დამაბნეველი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ფინანსები იდება ამაში, რომ ეს დამაბნეველი იყოს, იმიტომ რომ მე უფრო მარტივი არის, რომ გაიყიდოს წითელი ხორცი და ანუ ისეთ პროდუქტები, რომელიც მაგრამ შაქარზე რას ფიქრობ, შაქარი ჯანსაღია? შაქარიც არ არის ჯანსაღი, ნუ ეს ახლა აქ თირკმლის უკმარისობაზე იყო საუბარი, მაგრამ შაქარი უშუალოდ ნუ არ არის ესე ჯანსაღი, ესე გადამუშავებული. მაგრამ მაგის მიუხედავად ახლა რო დავაკვირდეთ სტატისტიკას,
ყველაზე მეტ შაქარს მე აი ამერიკაში ყველაზე მეტ შაქარს მოიხმარდნენ 2000-იანებში. ანუ 1990-იანებში 2000-იანებში იყო პიკი შაქრის მოხმარების და საერთოდ ნახშირწყლების. ანუ ყველაზე მეტი გამოცხობა რაც ესეთ რაღაცებს მაგ დროს აკეთებდნენ. მაგის მერე შემცირებული. ანუ რეალურად ეხა ჭამენ იმდენივე შაქარს, რამდენსაც 70-იანებში ჭამდნენ, რა უფრო ადრე. და ბევრად ჯამრთელები იყვნენ, ანუ წონის პრობლემაც ხაი ვუდსტოკის ფოტოები რო ნახოთ, ან რა ძველი ფოტოები რო ნახოთ, ამერიკის ვიდეოებიც არის ხოლმე ხანხანის ძველი, ყველა ძალიან გამხდარი იყო, ვერც გენეტიკას ვერ დააბრალი ვერაფერს და შაქარსაც ვერ დააბრალი, იმიტომ რომ შაქრის ალბათ შემცირდა მაგის მერე. ანუ ვერ იყო შაქარი ჯამრთელი არის, მაგრამ მარტო შაქარს ანუ შაქარი ეს სხვა მიზეზი არის, რაღაც მიზეზი და რეალურად მიზეზი არის ცხიმი. ანუ ახლა იაპონიაში ხო დაბალ ცხიმიან დიეტას ჭამენ, მაღალ ნახშირწყლიან დიეტას ჭამენ და ნუ თუ ძალიან გადამუშავებული არის და თუ ცარიელი შაქარი არის, ხო, ეგეც არ იგوارგებს, მაგრამ ამ შემთხვევაში ნუ ბრინჯზე არის საუბარი და მთლიან საკვებზე, ანუ მთლიან ფორმაში. მარცვლეულზე თუნდაც ხო, ეხა პური რო ჭამა მაგალითად მთლიანი მარცვლისგან გაეთებული. გამოდის რომ ცარიელ თითქმის ცარიელ ნახშირწყალს ჭამ, ხო და ეგ არის კარგი. ანუ ეგ არის პრიტან, ეგ უნდა გაიგოს ადამიანმა, რომ ეგ არის კარგი და იმის გამო არის ამ თემაზე დაბნეულობა, რომ ანუ იმ სხვა ინდუსტრიებს აწყობთ, რომ ეს დაბნეულობა იყოს და ამის პირდაპირ წყაროებია, რომელიც ამას ანახებს, რომ პირდაპირ ამ დიზინფორმაციას ავრცელებენ. მესმის, მაგრამ ხო არის ხა მარტო ნახშირწყალი თუ მიირთვი, მე ყველა ვარიანტში სულ ნახშირწყლები გინდა, ამიტომ და დაბალანსდეს. მარტო ნახშირწყალი მიირთვი, მაგრამ მაგის გამო არის ბუნებაში უკვე დაბალანსებული არის. ანუ ის კიტრი რო იზრდება, იმ კიტრში არის ყველაფერი, ანუ ის დაბალანსებულია, ის ბრინჯი რო იზრდება, იმ ბრინჯის არის ცხიმი, კარტოფილშიც არის ცხიმი, ყველაფერში არის ცხიმის პროცენტული. ანუ შენ კვერცხის მომხრე არ ხარ დილით? არა, კვერცხის მომხრე არ. კვერცხის ძალიან პირიქით, იმიტომ რომ ძალიან დილით ცხიმი აქვს, პირდაპირ საწინააღმდეგო მექნება. ანუ შენ ვეგანი ხარ? მე პირადად არ ვჭამ არანაირ ხორცის პროდუქტს, არც რძის პროდუქტს, მაგრამ არა ეთიკური მიზეზების გამო არა. ანუ ეთიკური. ნუ რა თქმა უნდა, ყველას გვინდა რომ ეთიკურად ანუ გამართლებული იყოს ჩვენი არჩევანი და ანუ შევა აქამდეც ეთიკური მიზეზების გამო არ ვეთანხმებოდი, თქვათ ანუ შევა 10 წლის წინაც არ მომწონდა მაინც ხორცს რო ვჭამდი, მაგრამ მაინც ვჭამდი, იმიტომ რომ თვლიდი რომ აუცილებელი იყო და ნუ ჯერ სამაი დავიწყებდი სწავლას და მე კიდევ უფრო გავაგზელებდი ჩემითაც და ასე შემდეგ რა. თვლიდი რომ საჭირო იყო და რას ვედი თევზსაც აი დიად არ მიყვარდა, მაგრამ ჭამდი, იმიტომ რომ აი ეს ყველა იძახის რომ თევზი უნდა ჭამო, მაგას მე ვიტყვი, ეს ომეგა-3-ის ბევრი მიზეზების გამო ხო, მაგრამ ნუ მე რეალურად როცა ჩავიძიე და რომ ნახე და რომ გამოვიკვლიე, ანუ ყველაფერი პირიქით არის და ეს ინფორმაცია რაც ვრცელდება ზედაპირზე რაც არის, ანუ ადამიანი ვინც არა ამით რეალურად დაინტერესებული და არც მკვლევარს ინტერვიუს არ ნახულობს, ან უშუალოდ კვლევებს არ ნახულობს, ნუ ბევრად სხვა წარმოდგენა იქნება და ხო ძირითადად ნუ არც ბევრი საკითხი ხო მე საინტერესოა. გვაქვს ჯერ დრო კიდე ერთი საათი. ნუ აი ცხიმზე ნახეთ, ანუ ეს კემპნერი მათ ესა ნათელი მაგალითი იმის რომ ეს ყველა მუშაობს. რა თქვა ხა ნუ დიალიზის პაციენტები რო გამორიცხოთ და უბრალოდ პაციენტებზე რო დაუბრუნდეთ, ხო იმის ეს მაღალი არტერიული წნევა აქვს მაგალითად. ყველაფერთან უმარილოს აძლევდა, იმიტომ რომ ეს მარილის მოქმედება რაცა არტერიულ წნევაზე. და ყველა პაციენტს უმჯობესდება ანუ ეს არტერიული წნევა ჩამოდის, მაგრამ თვეები ჭირდება. ანუ პრობლემა ეგ არის რომ ანუ წამალი როგორც კი გამოიგონეს ეს დაიწყო ყველა ეს დიეტა. ნუ ეხაც არის კემპნერის ინსტიტუტი, ეხაც არსებობს და ეს ცენტრი უბრალოდ და ეხაც აკეთებს ამას, მაგრამ ნუ სადღაც მაიამიში ერთი ცენტრი არის და წამალმა გადაფარა ეხლა. წამალმა მომენტალურად დაფარა, იმიტომ რომ ყველას უნდა მარტივი გამოსავალი და არავის არ უნდა რომ კვება შეცვალოს და თან ძალიან ბევრი აი ფაქტიურად რელიგიური ბრძოლა არის ხოლმე ამ კვების თემატიკასთან დაკავშირებით რა. ეხლა ეს ვეგანობა რო ახსენეთ, უკვე აი პირველი 5 კომენტარი ვეგანობაზე იქნება. ამ პირველი იმიტომ რომ ეგ არის უკვე იდეოლოგიური საკითხი ხდება რა, რომ ესე იგი აი ეს მე ვიკვებები ესე, იმიტომ რომ ჩემი წინაპარი ესე იკვებებოდა, მაგრამ ანუ რეალურად რას იკვებებოდა ჩვენი წინაპარი, ხო ესე იგი ქერს, ხორბალს, მუხუდოს და ეგ ყველა ჯიშები დავიწყებული გვაქვს და ესე ჩვენი წევრები რაც ჭამდნენ და იმ წარმოდგენას გვიქმნიან რომ ხო არა ჩვენი წინაპარი მარტო ხორცს ჭამდა და რაც ეს ახლა ძალიან დიდი მიმდინარეობები არის რომ ეს აი კედონური დიეტის სად იყო და ისე ახლა სუხო ვერ მოინადირებდი და ბევრი ასევე ტომებიც არის რომელიც ანუ ვეგეტარიანები ვეგანები მოძრაობდით ადრე ადამიანები მოძრაობდით მაგას სხვა ცხოვრების წესი იყო მე არ მგონია რომ ეს შედარება ყოველთვის იყოს რელევანტური დღევანდელ დღეობასთან, როცა კნოპკას აჭერდა ნებისმიერი საკვები ნებისმიერ დროს შეგიძლია გამოიძახოთ თუნდაც. და პროფილიც სხვა იყო, თუნდაც ცხოველები მაგალითად ადრე რაც იყო, მეტად აი ძროხა ადრე, რომელიც იყო ბევრად ნაკლები ცხიმი ქონდა პროცენტულად, ანუ თუნ შეჯვარებული ეს ძროხები ისე არის გამოყვანილი, რომ უფრო მეტი ცხიმი ქონდეს. თქვათ 50-იანი და 70-იანი გასამაგ და ცხიმის რაოდენობა ერთად ერთი ნაჭერი რო აიღო ხორცის ნაჭერი. აქამდე თუ 1 გრამი ცხიმი ქონდა, ეხლა 3 გრამი და უკვე 10 გრამი. ხელოვნურად არის გამოყვანილი, იმიტომ რომ ჯიშები არის ხელოვნურად გამოყვანილი და ასევე კვება არის უფრო ისე მორგებული, რომ უფრო მეტად გასუქდეს.
თქვათ აი ანტიბიოტიკებს ახლა ძალიან ბევრ თემას ვახავთ, მაგრამ ეს ანტიბიოტიკების მაგალითი ძალიან ბევრ ცხოველს აძლევენ ანტიბიოტიკებს არათერაპიული მიზნის გამო. ანუ მე ადრე მქონდა ისეთი წარმოდგენა, რომ რადგან ვიწრო სივრცეში არიან ეს მჭიდროდ, მაგის გამო აძლევენ ანტიბიოტიკებს, რომ დაავადება არ გავრცელდეს. და თუმცა საერთოდ არ აძლევენ მაგის გამო. მთავარი მიზეზი ანტიბიოტიკებს ცხოველს ის გამოც აძლევენ მცირე რაოდენობას არის ის, რომ უფრო მეტად გაიზარდოს. ანტიბიოტიკს როდესაც აძლევ, ეს მიკრობიომის უბრუნდებით, ხა მიკრობიომი ხდება სტერილური და რამდენიმე მიზეზი არის, ანუ მიკრობიომიც არის, მაგრამ ერთი არის ის, რომ ხალხი კომპლექსური არის. დაავადება ნაკლებად გემართება. ეს ანტიბიოტიკი ხო რეალურად ბაქტერიულ ინფექციურ დაავადებებს ებრძვის და ადრეულ ასაკში მოდის ანტიბიოტიკების გამოყენება, მე უფრო დიდს დასიწვევს. და ეს ადამიანებში ესე მოქმედებს. ადამიანებს რო იღებენ ანტიბიოტიკებს, უფრო მეტად იზრდებიან. და ნუ ხო აი იზრდებიან, უფრო მეტად იზრდებიან, კი სიმაღლეში უფრო მეტად. ამაზე არის ეს ონცეთ თემა, რომელიც აი ძალიან არაგამოკვლეული არის. ეხლა ხანს სახელი, მაგრამ ერთი მკვლევარი ეს მიკრობიომს ვინც იკვლევს და მაგან გაითა ესეთი დაკვირვება, რომ იაპონელები, რომლებიც მათ ამერიკაში გადადიან საცხოვრებლად 2 წლამდე, იზრდებიან ამერიკელების სიმაღლე და ამერიკელები, რომლებიც გადადიან იაპონიაში 2 წლამდე საცხოვრებლად, ჭამენ ისე იგივე საკვებს, რაც იაპონელები ჭამენ ამ შემთხვევაში. იაპონელის სიმაღლე იზრდება. ანუ შენ პირველი 2 წელი რაც იკვლევები მოზარდზეა საუბარი. ადამიანზე ხაი პირველი 2 წელი რასაც იკვლევები, მიკრობიომი იმის ხოით როგორ ჩამოგიყალიბდება, ეგ განსაზღვრავს შენ სიმაღლეს და პირდაპირ კავშირია სიმაღლესთან. მე და ჰოლანდიელები ადრე იყვნენ ძალიან დაბლები, არასდროს არ ყოფილან მაღლები. ეხა არიან ძალიან მაღლები, ხო? და იმიტომ რომ უფრო განვითარებული არის ეხა და შესაბამისად ის ანტიბიოტიკების უფრო სტერილური არის გარემო, ანუ ეს არის ანტიბიოტიკებთან კავშირში რაღაც ახალი კვლევა არის. კურჩთან. ხო და ბოლომდე არ არის გამოკვლეული. ანუ ეს არის ძალიან, ანუ რაღაც კავშირი არის, ზუსტად რამდენად მოქმედებს, როგორ მოქმედებს, რატო მოქმედებს, ეს ანუ ეხა იკვლევენ. არც იკვლევენ, იმიტომ რომ ფინანსურად არავის არ აინტერესებს, მაგრამ საინტერესო იქნებოდა ეს წიგნში უწერია, როგორც თვითონ აქვს თავის ინტერესიდან გამომდინარე ეს გამოკვლევები და დაკვრევები აქვს გაეთებული, მაგრამ ამის დაფინანსება არ ყოფილა შესაბამისი, რომ მეტად ეს ზუსტი კავშირი გამოიკვლინა. მოდი დაგაბრუნებთ ცხიმებზე, იმიტომ რომ ჩვენ გავწყვიტეთ. ხო, ანტიბიოტიკებზე, რეალურად თითქმის ანტიბიოტიკების პრობლემა არის იმ მხრივ, რომ ეს შემდეგ გარემოში ხდება, მეტად წყალში ხდება, ხო, ანუ ის ძროხები ხო სადღაც არიან მეტად ფერმაზე და ის ფერმა, თქვათ შარდით ანაც გამოდის ეს ანტიბიოტიკი და ხდება შემდეგ გარემოში და მე ის ხდება საბოლოოდ ჩვენ წყალში, ან იქ თუ ჭარის სადღაც, ანუ მე საბოლოოდ ან იქ თუ სხვა ბინძურდება, ანუ გარემოში ხდება და ხო, ანუ ბევრ პრობლემას იწვევს, საერთოდ ნიადაგსაც, ანუ ხა მეტად ნაკელი ხო შეაქვს ძალიან ხშირად და პრობლემას ქმნის, რომ ეს ანტიბიოტიკები რო არის ამ ძროხებში. შემდეგ ამ ნიადაგსაც ანადგურებს და ანუ მე არიზდება წესიერად და ანუ ვერ ხვდებიან რატო და ბევრ პრობლემა არის. ეს ანუ საქართველოშიც ხდება? საქართველოში არ არის სტანდარტიზირებული და სტანდარტულად არ არის და თან ნაკლებად ხდება საქართველოში. იმიტომ რომ უფრო აი დიდი ფერმები ვისაც აქვს, დიდი ფერმები ფიზიკურად არ არის. საქართველოშიც არ არის ბოლომდე ეს ათვისებული რა, ანუ ეს აი ფერმები რო ეს ძალიან დიდი ფერმები რო ეს ბევრი ძროხა ყავდეთ. მაქსიმუმ იმპორტი გვიწევს ძალიან ბევრის, მაგრამ იმპორტი რაც ხდება, შესაბამისად მან ხდება და იგივე პრობლემები არის. და ეს grass-fed ძროხა და ის რითი განსხვავდება? იქ სული ფანტაზია, grass-fed, ეს ბალახი, ესა grass-fed არის, ის იგი ძროხები, რომელიც ბალახი აქვს და თავისუფლად არიან გაშვებული. და თავისუფლად არიან გაშვებული. ისე ბევრგან საქართველოში არის ეგრე, რომ ანუ გაშვებული ყავთ მართლა ეს ძროხები, მაგრამ პერიოდულად მაინც აძლევენ ამ პრემიქსებს და მაგათაც უწევთ რაღაცა წამლების მიღება, პერიოდულად შეიძლება ეს ანტიბიოტიკი იყოს ასე შემდეგ და ეგ კიდე უარესი არის, იმიტომ რომ იქ უცხოეთში თუ რეგულაცია არის და მეტ გაკონტროლებული არის, რომ აი ამდენს იღებს ამ დროს, არასდროს არ იციან რისგან მოკვდა ის ძროხა რომ მიიყვანეს, ან აი საერთოდ ძალიან ცუდად გაკონტროლებული. რძე კიდე უკეთესად არის, რძეს რეალურად შეიძლება აიღო ძალიან ბევრი ტონა და გაზომო ერთი ტესტით. ანუ უბრალოდ რომ შეურივ ერთადაა შერეული. მაგრამ ძროხა გამოდის, რომ ყოველი ძროხა რო დაიკვლება, ყველა ძროხა უნდა სათითაოდ დატესტო და თან აი ბევრი რაღაცა არის დასატესტი, მაგალითად ეს ანტიბიოტიკები რომელსაც აძლევენ, ძალიან ხშირ შემთხვევაში რჩება მცირე რაოდენობა და ძალიან ხშირ შემთხვევაში მცირე რაოდენობა ანტიბიოტიკს იღება ამ ხორცისგან. კიდე არის მაგალითად თუ დადის მაგალითად და იკვლევება პესტიციდები თუ არის გარემოში ან სხვა დაბინძურებული გარემო თუ არის ან თუნდაც ეს მძიმე მეტალებიც ასე შემდეგ ეს სისხლში ხდება და სხეულში. ესეც არ კონტროლ ფიზიკურად ვერ გააკონტროლებ, იმიტომ რომ იმდენი ფაქტორი არის, რომ იმდენი სიბინძურე არის გარემოში რა, რომ შეუძლებელია ამას აკონტროლებდე და ეს ბევრად უფრო პრობლემური არის ცხოველში ვიდრე მცენარეში, იმიტომ რომ მცენარემაც რო შეიწოვოს თქვათ
ამ მცენარის ჭამს მე იზროხა და ბიოაკუმულაციას აკეთებს. ბიოაკუმულაცია არის, როდესაც ცხოველი დიდხანს ცხოვრობს და ამ წლების და თვეების მანძილზე აგროვებს ამ სიბინძურეს. თქვათ აი წყალი რო დავტესტოთ ახლა და წყალი სრულად სუფთა იყოს რა, მდინარე მეტად დავტესტოთ და საერთოდ არ იყოს შინ დარიშხანიან ეს მძიმე მეტალები. თევზი რო შევამოწმოთ, იმ თევზში 40-ჯერ მეტი იქნება. ანუ შეიძლება რაოდენობა საერთოდ შემჩნეველი იყოს და იმ თევზში იქნება უკვე შესამჩნევი რაოდენობა. აი ოდნავ სუფთაც რო იყოს. მაგიტო რო ინახავს. იმიტომ რომ დადის ცურავს, პატარა თევზებს ჭამს, მე რაც უფრო დიდი თევზი არის, კიდევ უფრო პრობლემურია, იმიტომ რომ პატარა თევზებს ჭამს და უფრო მეტად გროვდება. მე როგორც ვიცი, წიდრაც უფრო წითელია, ვთქვათ, ორაგული, მით უფრო მეტი შხამის ატანა შეუძლიაო, ესე გამიგია. შხამის ატანა? ხო, აი, რასაც ეგ ისე შხამი აიტანა და დაგროვდა და მე შენ იღები იმ შხამს. ხო, მაგას ვამბობ, ანუ მერკურიზე ალბათ უფრო მძიმე მეტალებზე საუბარი. მე ვიტყოდი, რომ თევზი არავინ არ უნდა ჭამს არც ერთ შემთხვევაში, თუ აი განსაკუთრებულ ადგილას თუ არ არის, აი ესე ოკეანეში სადმე, რომ მდინარეები რაც არის ჩვენთან. ანუ გარეული თუ არ არის? მაგრამ ოკეანეც დაბინძურებული. ცხიმებს ხო არ დავუბრუნდეთ? ცხიმებს დავუბრუნდეთ. ხო, თორე დავტოვეთ ჰაერში. ხო, ისე ცხიმები ყოს ექსტრა ვირჯინ ოლივ ოილი. არანაირი ცხიმი არა სასურველი. ესე იგი ერთია ეს კემპნერზე რაც თქვი და ნუ კემპნერს რაც ესენი ანახმეს ძალიან ადრე იყო. კემპნერის გარდა არის პრიტიკენი, რომელიც იგივე დროს მოღვაწეობდა და მაგას ასევე დაბალცხიმიანი დიეტა და ძალიან ბევრი ქოლესტერინის დაწევა აქვს. ყველა თავის პაციენტში ნაჩვენები. კემპნერსაც იგივე აქვს ნაჩვენები. ორ კვირაში დაახლოებით 20% იწევს დაბლა და მე კიდევ დიდხანს რო აგზები უფრო დაბლა იწევს, ნუ არტერიული წნევა იწევს დაბლა. ნუ აი მთავარი მიზეზი რეალურად რაც სიზართა დაავადებებს იწვევს და მთავარი სიკვდილის მიზეზი რაც არის ადამიანში, ან პირდაპირ მაგაზე მოქმედებს. მაღალ ნახშირწყლიანი და დაბალცხიმიანი დიეტა. ანუ მთელი მიზანია რომ პირიქით გააკეთო. ესე იგი პრიტიკინი, ესელსტინ არის, კალდუელ ესელსტინ არის ერთ-ერთი პიროვნება წამყვანი ქირურგი იყო ამერიკაში და კანადაში, ორივეგან წამყვანი ქირურგი იყო და სვამ სტენტებს სვავდა, ამ ოპერაციებს აკეთებდა და კარიერის ბოლოს მიხვდა, რომ ანუ ამდენ ხანი ამ ოპერაციებს ვაკეთებდი და პრევენცია ბევრად უფრო ეფექტური არის ან პრევენციით ბევრად უფრო დიდ შედეგს იღებთ. ან შედეგიც ბევრად უფრო დიდი არის, იმიტომ რომ სტენტი რომც გაიკანო, თუნდაც გულის შეტევის პაციენტი არის, ეს ერთი არტერია დაებლოკა და ჩაუდგეს სტენტი და კარგად არის. ის ნადები ისევ გაჩნდება სხვა ადგილას, იმიტომ რომ თუ იგივე კვება გააგრძელა, იგივე პრობლემა გაუჩნდება უბრალოდ სხვაგან. ანუ ეს არის მაღალცხიმიან კვებაზეა საუბარი? ცხიმისგანაა გამოწვეული. ეს ნაჯერი ცხიმი უფრო მეტად მოქმედებს. ხო, ისე იგი ტრანსცხიმი ყველაზე მეტად მოქმედებს, ანუ მოდი მარგარინი. გასაგებად. მარგარინი ყველაზე ცუდი. ნაჯერი ცხიმი არის ყველა ცხოველური პროდუქტი. ყველა ცხოველ პროდუქტში ცხიმი რაც არის ნაჯერი ცხიმი. ეგ არის მთავარი მიზეზი. Saturated fat, ხო? Saturated fat. ეგ არის მთავარი მიზეზი, რის გამოც მე არ ვჭამ ცხოველურ პროდუქტს, მაგრამ ასევე ქოქოსის ზეთში და პალმის ზეთში. რაც აი პალმის ზეთზე ხო იცახიან რომ ძალიან ცუდი არისო და ტრანსცხიმის გამო რო უფრო აი ნაჯერი ცხიმი რო არის, ეგ არის მთავარი მიზეზი. ქოქოსის ზეთი თუ ვირჯინია, თქვა? მნიშვნელობა არ აქვს, ეგ არის უბრალოდ დამუშავების პროცესი და ეგ დამუშავების პროცესი სხვა ტოქსიური ნივთიერებისგან გიცავს, მეტ ეს რაფინირების პროცესისგან, მაგრამ შემადგენლობა იგივე არის, ანუ არანაირი სხვაობა არ არის. ხო 70% თუ 80% ქოქოსის ზეთის არის ნაჯერი ცხიმი. ესა პირდაპირ 80-იანში მაიმუნებში აკეთებდნენ კვლევებს, მაგალითად, როდესაც იკვლევდნენ აი გულის შეტევ, სხვა სიზართა დაავადებებს, როდესაც იკვლევდნენ, უნდა რომ ძალით დაემართათ გულის შეტევა, მაგალითად მაიმუნისთვის. და მაიმუნს ძალით რო დამართო გულის შეტევა, აზრი ქოქოსის ზეთს და გულის შეტევა ემართება. ეს არის ამის გაიდლაინები არის, რომ როგორ უნდა დაამართო აი ცხენს, როგორ უნდა დაამართო გულის შეტევა, სოჩიტებს და პირდაპირ წერია, რომ ანუ ამბობ რომ საერთოდ არც ერთი საერთოდ ან ცხიმი ბუნებრივად რაც არის საკვებში, თქო, ან ბრინჯში, ან ხორბალში, საკვში სრულად საკმარისია, შენოდესაც იღებ უკვე ზეთს მაგათ მე საერთოდ არ ხმობ, სახში ზეთი საერთოდ არ გვაქვს ზეთი. და არანაირი კვლევა არ არის, რომელიც ანახებს, რომ ზეთი სასარგებლო არის. ერთ-ერთი კვლევები არის, რომ ტრანსცხიმს როდესაც ანაცვლებ ნაჯერი ცხიმით უმჯობესდება, ტრანსცხიმს რო ანაცვლებ ნაჯერი ცხიმით. ნაჯერი ცხიმს რო ანაცვლებ უჯერი ცხიმით, ეგეც უმჯობესდება ჯანმრთელობა. უჯერი მცენარეული. ანუ ნუ და ზეთის ცხილს რო ავიღოთ, ხო ვთქვით, რომ ორივე არის, ანუ 80% არის უჯერი ცხიმი, მაგრამ 20% მაინც აქვს ნაჯერი ცხიმი და მაგიტო არის, რომ მაინც და მაინც არ მივიღებთ ნაჯერი ცხიმი. ბუნებაში ეგრე არის, ანუ მაინც რაღაც რაოდენობა ნაჯერი ცხიმი აქვს. მაგრამ ნუ თუ ძალიან გინდა რომ ჭამე პირდაპირ ზეთის ხილი, თლიანი ზეთის ხილი შეჭამე, რა უცებელი ზეთის ჭამა. მე მეგონა რომ ძალიან სასარგებლო არის. ხო და არა, ძირითად კვლევები არის, რომელიც ანახებს, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობას აუმჯობესებს ეს ზეთის ხილის ზეთი. Mediterranean diet-ში ძირითადად. ეს იმის გამო არის, რომ როდესაც ზეთის ხილის ზეთს ჭამს პიროვნება, ის აღარ ჭამს კარაქს და ასე შემდეგ. ანუ ზეთი კარაქის ჩანაცვლებით და ამ ცხოველური ცხიმების ჩანაცვლებით იღებ ამ შედეგს. იმიტომ რომ მართლა არის ეს შედეგი, რომ ნახო კვლევები ანახებს, რომ გაუმჯობესებულია, მაგრამ ვის ადარებენ? ანუ ესენი არ ადარებენ, ეგეთი კვლევა არ ყოფილა, რომ შეადარო
ну აი საერთო ადამიანს, რომელიც ცხიმს არიღებს? ну უბრალოდ არის ანუ შეგიძლია ეს კემპნერის კვლევებიდან და არის რაღაც კვლევები, მაგრამ ну ესე დიდი მასშტაბის კვლევა არ არის ხო რომელიც ამას არც მაგის ბიუჯეტი ალბათ არც იქნება და ინტერესიც არ იქნება, იმიტომ რომ ახლა ვის აინტერესებს ამ კომერციული ინტერესი არ არის. ყველა კვლევები ტარდება რაღაც კომერციული ინტერესი უნდა ქონდეს გარდა ნუ სამთავრობო კვლევები რომლიცაა და მაგიტომ ის ეგ არის ხო სამთავრობო. აი, ეხლა რაღაც ამ ბოლო დროს გავიგე რომ თითქოს რაღაც ავოკადოზე არის ატეხილი ერთი ამბავი. ამიტომ ეგეც ინდუსტრია რადგან არის ხო? კი, ანუ ეგეც უფრო დიდი ინდუსტრია ხო? აი ბანანი, ავოკადო რაც ეგეთი უფრო, მაგრამ მაინც ახლა ავოკადოს არ არის მეტად სასარგებლო დიდად. მივხვდი, იმიტომ რომ იგივე გამოდის. ანუ ცხიმი არის დიდი რაოდენობა ცხიმი აქვს, მაგრამ მე ვცხოვრ ცხიმის დიდი რაოდენობა რაც არის, არაფერი არ შევჭამო. დიდი პროცენტულად წილი არის. აი, ხო არის განსხვავება ქალებს და კაცებს შორის, იმიტომ რომ ქალებისთვის ცხიმები ძალიან მნიშვნელოვანია ჰორმონალური ფონისთვის. თვითონ სხეულში ქალს უფრო მეტი ცხიმი აქვს, ანუ 20-25% ცხიმი ნორმა არის, მაგრამ ეგ ანიშნავს რომ ცხიმი უფრო მეტად უნდა ჭამო. იგივე პრობლემა შეექმნება რომ ქოლესტერინის აიწევს მაღლა, ასე შემდეგ. ანუ იგივე პრობლემები აქვს თქო ქალებსაც, ანუ უბრალოდ იხან ცხოვრობენ, მაგრამ ძირითადად მაინც იგივე დაავადებები ვითარდება ხოლმე და იგივე მიზეზი არის მაღალცხიმიანი დიეტისგანაა გამოწვეული. ხო, არა, მაღალცხიმიანს არ გულისხმობ. თუნდაც მაღალცხიმიანი უფრო პრობლემური და დაბალ ცოტა ცხიმს თუ იღებ, ანუ რაც უფრო ნაკლებს მიღებ უკეთესია რა მოვიდა. ხო, მესმის. ანუ ეს ნაერთი ძალიან ბევრი ლიტერატურა არის ამაზე, მაგრამ იმისთვის რომ მიხვიდე ამ ლიტერატურამდე უნდა გაცდე ამ აი კეტოგენურ დიეტებს და რაღაც აი ზედაპირზე რაც არის სტატიები და კეტოგენური დიეტების მომხრე მე პირადად არ ვარ, უბრალოდ მგონია რომ არის რაღაც კონდიციები. კეტოგენური დიეტას აქვს. როცა უნიშნავენ. კეტოგენური დიეტა თავიდან გამოიკვლიეს ეპილეფსიისთვის, ისა მაღალცხიმიანი დიეტა, ანუ 80-90% ცხიმი. პირველად გამოიკვლიეს ეპილეფსიისთვის და ძალიან კარგია, როცა ყვინთავ უჰაეროდ, ანუ ეპილეფსია ემართებათ ხოლმე და ანუ სამხედრო იკვლევდა საერთოდ ამას ამერიკის. მაგრამ რეალურად ესე ჯანმრთელობაზე პირიქით ამ ნაჩვენებია რომ სისხლძარღვთა დაავადებებს ორჯერ აორმაგებს, გულის შეტევის რისკს აორმაგებს. ძალიან ბევრი კვლევა არის 90-მდან მოყოლებული. ცხოველურ ცხიმს იღებენ. და ხო ანუ სხვაობარი ცხოველურ კეტოგენურ, როდესაც არის ვეგანური ვერსიაც არის და ვეგეტარიანული ვერსიაც, მაგრამ მაინც იგივე შედეგები აქვს თითქმის. ანუ ოდნავ უმჯობესია არის, იმიტომ რომ ნაჯერ ცხიმს არ იღებ, მაგრამ ჯამში იგივე შედეგები არის. ანუ პირიქით ყველა რისკ ფაქტორს დის, უბრალოდ ძალიან კარგი შედეგი აქვს პირველი 1 წელი. და ამას ყველა ასოციაცია, ნუ ეს ორგანიზაციები რაც არის ინძახიან 1 წელი აქვს. 1 წლის მერე პირ დაუარესებს და ზედმეტად დიაბეტზე არის ხოლმე აქ აქცენტი, რომ სისხლი, რადგან შაქარი არ არის შიგნით, ამ შაქარს არ იღებ, ნახშირწყლებს არ იღებ, ხო? გამოდის რომ ძალიან კარგია, ხო? იმიტომ რომ სტაბილურად გექნება, ძალიან სტაბილურია სისხლის შაქარი. მე ძალიან ცუდი არის, იმიტომ რომ მე ერთ ვაშლს შეჭამ და შეიძლება მოკვდე იმ ვაშლის ჭამისგან. კეტოგენური დიეტა რო დაიცვა ერთი კვირა და ვაშლს შეჭამ, შეიძლება ჰიპერგლიკემიაში გადავარდე და ანუ წაიქცე ამ ბანანის ჭამისგან. მეც არ მომწონს ძალიან საშიში, ანუ რეალურად გამოდის რომ მთავარი მარკერი რაც არის, თან ანუ ამაზე მთელი კვლევები არის, რომ ერთი წელი კარგი შედეგი აქვს, ანუ გლიკოზირებული ჰემოგლობინი რაღაცების უზმოზე, გლუკოზა ყველაფერს დაბლაწევს. ერთი წლის მეორე წელს უარესდება. ან პირით მაღლა ადის და არც ერთი პაციენტი არ არის, ერთი მაგალითიც არაა, რომ პაციენტი კონდეს დიაბეტი, მეორე ტიპის დიაბეტი და რემისიაში ჩავარდნილიყო კეტოგენური დიეტისგან. ერთ-ერთი კვლევები რაც არის, სადაც ნაჩვენები არის, კლინიკურადაა ნაჩვენები, რომ რემისია მოხდეს, არის სადაც ძალიან დაბალკალორიული დიეტები, ან 500-600 კალორია, ან ფაქტობრივად შიმშილი და წონის კლება. ანუ ყველაზე მეტად მოქმედებს წონის კლება. 10-15 კილო უნდა დაიკლოს მინიმუმ ადამიანმა, ვისაც მეორე ტიპი 2 დიაბეტი აქვს და ამასაც ყველაზე დიდი შედეგი. ამას იძახის როი თეილერი, წამყვანი მკვლევარი არის ინგლისელი, რომელიც დიაბეტს იკვლევს. ყველაზე მეტ დაფინანსება და ყველაზე მეტი კვლევა მაგას აქვს გაერთებული ამ სფეროში. და ყველაზე დიდი პრობლემა არის ასევე ცხიმი, რომელიც გროვდება ღვიძლში. ან ბევრს გონია, რომ ნახშირწყალიანი მთავარი გამომწვევი მიზეზი დიაბეტი, ტიპი 2 დიაბეტის და რეალური გამომწვევი მიზეზი არის ცხიმი. ან ცხიმს აქვს ბევრად უფრო დიდი ეფექტი და მაღალცხიმიან საკვებს აქვს ბევრად უფრო დიდი ეფექტი გლიკემიაზე, სისხლის შაქარზე, უფრო მეტად იწევა. ან შენ როდესაც ჭამ სისხლის შაქარი უფრო ყველაზე მეტად იწევს მაღალცხიმიან საკვებს, როდესაც ჭამ, უფრო მეტად ვიდრე მაღალ ნახშირწყლიანს რო ჭამ პირიქით. და დაბალცხიმიანს, ან შენ თუ ჭამ, ამაზე არის პირდაპირ კვლევები, რომ აძლევენ ძალიან დიდ რაოდენობა ნახშირს და ცილა თანაბარი, ყველა შემთხვევაში ცილა თანაბარი რო კონდეს და უბრალოდ ვათამაშოთ ეს ცხიმის და ცილის რაოდენობები, მაღალ ცხიმს აქვს უფრო დიდი გავლენა, რეალურად უფრო დიდი. მოანც აქ ხა ერთ-ერთი ის არის, თუ ცარიელი შაქარი მეცი, ხო ხარ, თქო უნდა ცარიელ შაქარზე აიწევს, მაგრამ საუბარია უფრო აი ესეზე რა, ანუ სახამებელზე და ნახშირწყლებზე უფრო ესეზე, ოდნავ კომპლექსურზე. გასაგებია. ხო, ღვიძლში გროვდება ცხიმი, ესე იგი ან თავი ტიპი 2 დიაბეტის საერთოდ დამახასიათებელი ნიშანი ის რომ ცხიმი გროვდება ღვიძლში და მე რაღაც რაოდენობა ეს ცხიმი ღვიძლში რო ვეღარ ეტევა. მე როგორ მიდის პანკრეასში და პანკრეასში იტევა და პანკრეასი არის სადაც ინსულინი გამოიყოფა, რაც საჭირო არის იმისათვის რომ უჯრედში შევიდეს ეს ნახშირწყალი.
და ბევრს გონია რომ ზედმეტი ნახშირწყლის პრობლემა არის და შეიძლება იყოს ან თეორიულად შეიძლება იყოს რომ ძალიან ბევრ შაქარს იღებ და იმდენი შაქარი რომ ანუ ინსულინის პრობლემა კი არ არის უბრალოდ ანუ უჯრედში ვეღარ შედის ეს შაქარი იმიტომ რომ სისხლში მოძრაობს იმიტომ რომ უჯრედში ადგილი აღარ არის რომ გადამუშავოს ამდენი შაქარი ზედმეტი ესა პრობლემა ზედმეტი საკვების ანუ ზედმეტი საკვებს იღებ მაგრამ მეორე პრობლემა არის როდესაც უჯრედში არის ცხიმი ეს ცხიმიც ასევე ბლოკავს ამ ნახშირწყლებს და მე ეს სიგნალი იგზავნება რომ არ გვჭირდება როგორც კი ზედმეტ ცხიმს იღებ ნაჯერ ცხიმს განსაკუთრებით და ნაჯერ ცხიმს უფრო მეტად აქვს ამაზე ეფექტი როდესაც ნაჯერ ცხიმს იღებ მიტოქონდრიას პირდაპირ კეტავს და მიტოქონდრიიდან პირდაპირ მიდის სიგნალი უჯრედში რომ ზედმეტი აღარ გვჭირდება მეტი ანუ ჩაკეტილი ან საცობი არის რამოდან საცობისავით იქნება თვითონ ამ ნაჯერი ცხიმისგან ეს ბიოლოგიურად არის, ანუ შეიძლება ახსნა ძალიან მარტივად რა, ანუ ეს მექანიზმი ესე მოქმედებს. მაგრამ მე გამოდიან და პირიქით ხსნიან ასევე ძალიან კარგად და ნუ აი მანდ კარგი ხო და კონტროვერსიული არ არის რეალურად იმის გამო რომ მკვლევარი არავინ არ ფიქრობს ისე. ანუ არც ერთი მკვლევარი არ არის რომელიც ამ კეტოგენური დიეტის დასაცავად გამოდის. არა, კეტოგენურ დიეტას არ ანუ მსგავსი, ანუ საუბარი, ნუ ეს აი მაღალ ცხიმს. უბრალოდ აი ერთი კითხვა მაქვს მარტო ნახშირწყლები რომ მიირთვა. და თან ცხიმს რომ მოერიდო. თლიანი ფორმის ნახშირწყლები. ხო, რა თქმა უნდა. თლიანი ფორმის ნიშნავს რომ ცილაც არის შინ და ცხიმს ახ ბრინჯი რო ჭამ მაგალითად აი სულ ბრინჯი ჭამ და ძალიან ცოტა ხილს და ბოსტნეულს თქვა. მესმის. ხო. ანუ ნახშირწყლებს რომ მიირთმევ, თქვა შენ ამბობ რომ ხილი და ბოსტნეული უნდა შეამცირო? არა ეს კემპნერის კემპნერს არ გულისხმობ, აი მე ხერას გეკითხები. ხილი და ბოსტნეული. მოდი შენ პირადად შენას გეკითხები ვთქვა. თუ ესე იგი ჩემი გაგებით. ხო, აი ხო ხვდები რას გონახე? ვთქვა ამოვიღეთ ცხიმი. კი. ამოვიღეთ ესე იგი ზედმეტი ცილა და ვთქვა ვართ ესე იგი მცენარეულ კვებაზე, რომელიც ძირითადად ნახშირწყლებისგან შედგება, ხო? მცენარეული კვება. on მარტივი ნახშირწყლები არ არის დიდი წელი, ანუ არის უფრო რთული ნახშირწყლები, სახამებელიც შეიძლება იყოს. რომელიც შენ თვლი რომ ყველასთვის მორგებადია, ამიტომ მე მაგალითად მიცდია და სულ მშიერი ვიყავი 3 კვირის განმავლობაში. პირიქით, უფრო μέτი უფრო მარტივად ნაყრდები, როდესაც ამ ნახშირწყლებს ჭამ. გააჩნია რას ჭამდით კონკრეტულად? ნუ ძალიან დაბალანსებულად ვცდილობდი. მეგეთქვით, მეც მქონი ეგ პრობლემა, როდესაც და ბევრს აქვს ეს პრობლემა, როდესაც ძალიან ბევრ ბოსტნეულს ჭამს, ან თუ ჭამ ძალიან ბევრ ბოსტნეულს, მეტყვი ბევრს გონია, რომ ჯამთელი კვება ნიშნავს, რომ ის ბოსტნეული მომჭამ, მარტო ბოსტნეული და სალატი ან მივირთმევდი ესე, მოდი გადავაკეთებ ვეგანობას, აღარ ვიტყვი, იმიტომ რომ რეალურად მცენარეული კვება არის, ეგ ვეგანობა ფილოსოფიასთან არის კავშირში. მოკლედ, მცენარეული კვება რატომ არ გამომივიდა? ანუ ვაბალანსებდი ესე, რომ იყო პარკოსნები, იყო ბურღულეული, იყო ესე იგი ბოსტნეული. კი და თუ ეგრე აბალანსება, ის სამად გაქვს ეგრე დაყოფილი, ძალიან გაგიჭირდება. იმიტომ რომ იაპონელების შემთხვევაში საერთოდ კარგი არის ტრადიციულ ყოველთვის ვერ შეხედავ და შეიძლება არც იყოს ზუსტი, მაგრამ ნუ აი იაპონია რო ავიღოთ, ხა დიდხანს ცხოვრობენ, ხო? 90% მათი საკვების არის ბრინჯი. ესე იგი ძირითადი ფორმა არის სახამებელი. ანუ აქ რთულ ნახშირწყლებს არ აქვს, არა იმიტომ რომ ეხლა ძალიან დიდი ის არის, შეჯიბრისავით არის, რომ ამბობენ რომ სახამებელი ანთებას იწვევსო? სახამებელი არის ბევრი სახის, ანუ რამდენი ფორმის სახამებელი. არის უფრო მარტივი სახამებელი შეიძლება იყოს და არის უფრო რთული ფორმაც და რომელია მარტივი? ბუნებრივად არის მიქსი. ანუ ბუნებრივად ხა კარტოფილი რო ავიღოთ, იქნება იქ ან მარტივიც, რთულის და საშუალოს და ასე შემდეგ რა. რეალურად ეგრე უნდა იყოს დაყოფილი, იმიტომ რომ შენ რო მიიღებ მათ რო შეჭამ კარტოფილს, მიიღებ ჯერ მარტივ სახამებელს დაშლის პირველ რიგში, გამოიყენებს მაგას შენი როგორი კუნთებთან არის ძირითადად დაგროვილი რა გლიკოგენი არის, ანუ ეს არის ინახავ ამ გლიკოგენს ამ ნახშირწყლებს კუნთებთან და როგორც გიჭირდება იყენებ და ზედმეს ინახავ ღვიძლში და უკვე ღვიძლში ხონდა ღვიძლიდან მე აწვდი ამ კუნთებს და ესე იგი კარტოფილის განიღებ ჯერ მარტივს, მე საშუალოს და მე რთულს ეს ეტაპობრივად რა ნელა და ანუ ნელა მოხდება ამის გადამუშავება და არც სისხლში შაქარი არ აიწევს ძალიან მაღლა და ანუ ყველაფერი ძალიან დაბალანსებულად იქნება. და შენ ჭამ ბოსტნეული ძალიან დიდი რაოდენობა იქნება ძალიან ბევრი რთული ნახშირწყლები რომელსაც ვერ გადამუშავებ დიდი ხანი გაბერვას გამოიწვევს ან ძალიან შებერილობას გამოიწვევს ენერგიას ვერ მიიღებ საკმარისად იმიტომ რომ კალორია რო საკმარისი მიიღო მარტო ბოსტნეულის ჭამისგან თუნდაც 1/13 საკვების რო ბოსტნეულის იყოს შეიძლება მაგ დონეზე მიხვიდე რაღაც დროის მერე მაგრამ საკმაოდ რთული ხა მე რო ვჭამ მაგითად ჩემი საკვების 90% არის სახამებელი ალბათ რა ძირითადად სახამებელი და მარცვლეული ბურღულეული ანუ შენ ანუ აიურვედულ დიეტაზე მესაუბრები ხო აიურვედული არა მაგრამ ხო დაახლოებით ეგეც აიურვედი ვიცი აიურვედი ეს ინდური ფილოსოფია არის ეს არის უფრო
რავი, ძირითადად ხა მცენარეული დიეტები რაც არის, ამ მცენარეული, ანუ ესე plant based რაც ეძახიან რა. თუმცა მცენარეული და სრული, ანუ მთლიანი მარცვლეული და მთლიანი საკვები. ნუ მაგ ფილოსოფიაში ჯდება რა, ანუ ეს ფილოსოფია რაც არის. ოღონდ დამატებით პლუს სამი რაღაც ის მცენარეული, მთლიანი და ზეთის და მალის გარეშე. იმიტომ რომ ეგ ცალკე ზეთის მალის და შაქრის გარეშე. საერთოდ არის რა? ზეთი მალის შაქრის ზეთს არ გვაქვს. ნუ ავოკადოს ხანახან, აი ჩემ მეუღლე ხანახან ყიდულობს და ხანახან არის ხოლმე სახლში, მაგრამ მე პირადად ძალიან იშვიათად. და როგორ გადახვედი ამ კვებაზე? ანუ ძალიან ბევრი დრო დაჭირდა. მაგას რა განიცადა შენმა ორგანიზმმა, იმიტომ რომ მე მაგალითად რომ მიცდია, ხო, ეს კვება რითრითებში უფრო ძირითადად. ბრინჯი საერთოდ ამოღებული მაქვს ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან არ მიხდება. მეც დიდად ბრინჯს არ ვჭამ ხოლმე, აი ესე და თან ეს დარიშხანი თეთრ ბრინჯში მაინც აცვდა რაოდენობა. ეგ არ ვიცოდი, მაგრამ რომ ვაკვირდები, მამძიმებს მე ბრინჯი. ამიტომ ბრინჯს ნაკლებად ვიღებ. გაჩნეთან აი ზეთით, მარილთან რაღაცით, ხო და აი მარილს რო არ იღებ ეგეც ეხმარება. აი მე რაკვებაც მქონია, ვთქვათ, იქ ახლა საერთოდ ზეთებს ძალიან დიეტურად გაჭმევენ, რომ გაგიწმინდონ კუჭნაწლავი და ნუ მაინც ბრინჯი ჩემთვის არ იყო მისაღები და ესე ყოველდღიურად რო წარმოვიდგინო, ახლა იქ რასაც მაჭმევენ ეგრე რო ვიცხოვრო, ვერ ვხვდები, მგონია რომ მაგას ვერ შევძლებ. აი ემპნერის შემთხვევაში ხო ძალიან მკაცრად რა, მარტო ბრინჯი და მე ესაც ძალიან მკაცრად ვერავინ ვერ მიყვებოდა მაგ დიეტას გრძელვადიანად და აი პრიტიკინი არის უკეთესი მე, მაგან უკვე ნახა ეს და უფრო უკეთესად გააკეთა, რომ ბრინჯი შეიძლება ჩასულ ნებისმიერ სხვა რაღაც, ანუ ან შეიძლება იყოს ბრინჯი, შეიძლება იყოს კარტოფილი, შეიძლება იყოს წიწიბურა, შეიძლება იყოს კინოა, კუსკუსი, ფეტვი, რა ვიყო ქერი, იგივე ხორბალისგან ეკეთებ. ხო, ნუ ისე ვახსენე რა, ნუ ნებისმიერი მასწავლებელი გადამუშავებულია ეს კუსკუსი ზედმეტად. ოდნავ მეტად კი. ნუ რეალურად უფრო გადამუშავებულია, ეს უფრო მარტივად, მაგრამ მაინც მთლიანი კუსკუსი მგონია იგივე რაღაცა პასტა არის, იგივე მაკარონი მგონია. ძალიან მიყვარს. მაგრამ არ ვჭამ მაგიტო, იმიტომ რომ კუსკუსი ჩემთვის მაგრამ მაინც აი ვიტყოდი ისე რომ აი იგივე სხვაობასავით არის როგორც აი ესე ბრინჯი რომ მაინც ეს სიმართლე თეთრი ისე კუსკუსი რატო ყვითელი ვერ ხვდები ანუ ეს ქერქი აქვს შიგნით არ აქვს როგორა დამუშავებული ქერქი თუ არ აქვს პრობლემაა მე როგორც ხო შევადარე მგონია რომ იგივე პასტა მაკარონია ხო ისე რაც მე ვნახე გონი ნაკლებადაა დამუშავებული მაგრამ პასტა თუ არის ცეხვილი ეგეც შეიძლება კი და იტალიაში არის ძალიან დაბალი მაჩვენებელი ჭავჭონეებს და აკეთებენ მაგ ცეხვილ პასტას და მაგიტო იტალიაში კი და ასევე ძველი ჯიშებიც არის ხოლმე ძალიან ხშირად არის ეს ძველ ჯიშებს ინახავენ იმ ძველ ჯიშებში არის უფრო მეტი ქერქი და უფრო მყარი ქერქი და უფრო მეტი უჯედის არის და თვითონ გლუტენიც ნაკლებია სხვადასხვა შინიდან ბევრ მხრივ ძალიან ბევრი უპირატესობა აქვს აქაც აი მჟავე დედათიც ვინც საცხოვრები რაც აყვით იმის ყველგანაა ძველი ჯიშები იმის ყველგან ძველი ჯიშებს ხომ იმიტომ რომ ბევრი უპირატესობა აქვს ჯანმრთელობის რაც უფრო მეც აურევთ ან უფრო გემრიელი გამოდის სხვადასხვა ჯიშებს თუ აურევთ თქვა წითელი დოლი ცოტა ჭვავი ანუ მე ვურევდი სხვადასხვას ხო მე ხან ნუ ეს განზრახეს ძალიან განსაკუთრებით არ ვურევ მაგრამ ნუ აი მე ის თქმა რომ აი გინ წითელი დოლი იყოს ეს აი ხორბალი მაგათ აიღო ბრინჯი ესენიც რომ ჩანაცო დიდი სხვაობა არ არის ან დიდი სხვაობა რო შემოდგენილობაში არის რაღაც სხვაობები მაგრამ აი ძირითადად ხო მაგაზე აკეთებენ აქცენტს რომ აი სუპერფუდი არის ეს და ასე მოედა ანუ არ არის ეგრე რა რეალურად ანუ ყველა მცენარეულ საკვებიდან იღებ ყველაზე მეტ ვიტამინს და მინერალს აუ ხა ძალიან შორს მივდივართ მაგრამ არა საინტერესოა გვაგჯერ დრო ხო ანუ აი ხო ძალიან ხშირად არის ხო მესაუბრე ხო მე ნუ კაი ჯერ ამას დავამთავროთ აი შებეილობაზე და ამ საკვებზე როგორ უნდა მიიღო საკმარის კალორია შენ თუ შეჭამ ამ კარტოფილის ფორმით ან აი ხორბლის ფორმით ასე შემდეგ ეგ არის ერთ-ერთი გზა რომ არ შეიბერო და კალორია მიიღო საკმარისი შენ თუ დაიწყებ ბოსტნეული ჭამა ძალიან რთული იქნება და კალორიას ვერ მიიღებ საკმარისად 90% შენ საკვების უნდა იყოს ესეთი ანუ სახამებელი ძირითადი ფორმა შეიძლება სახამებელი იყოს ანუ ოდნავ უფრო მარტივიც არის შიგნით ნახშირწყალი და მე ნელ-ნელა რომ შეეჩვევი მაგას ანუ ეგ რო უკვე ნორმა გახდება მე უკვე ამატებ ამ ბოსტნეულს რა და ასევე თუ მაინც თუ ხორცის პროდუქტს ჭამ ცოტა ხორცის პროდუქტი ჯერ შეგიძლია რომ ჭამო და შეიძლება თუ ჭამო ცოტა ხორცის პროდუქტი ანუ რო ძალიან ცოტა ითვლება ნორმა და რა მეგონი 100 გრამი კვირაში უკვე საკმარისი არის ნორმის ზღვარი არის მთელი კვირის განმავლობაში 100 გრამი ანუ რაღაც ერთი ნაჭერი ხორცი ან ქათმის ხორცი ან ყველა ხორცი ერთად უნდა გაატარო რა ცხოველური პროდუქტი ერთი ნაჭერი ნუ ალბათ კვირაში 100 გრამს აზრი არა აქვს და ალბათ საერთოდ არ უნდა ჭამო ნუ ბევრს რო ანუ იმიტომ ეს არ არის მაინც და მაინც ამ მცენარეულ კვებაზე რო არის საუბარი არა მაინც და მაინც ვეგანობაზე ხა მე ამოღებული მაქვს მაგრამ მე ბევრ რამ მაქვს ამოღებული რაც შეუღაცამ არ ამოიღოს რა და არც ვესაუბრები ხომ აი მარილზე მაინც არ მაქვს ხოლმე ძირითადად საუბარი ბოლოს ვესაუბრები იმიტომ რომ პრიორიტეტია ჯერ ცხიმი ან ცხიმი უნდა შეამციროს ცილაც ასევე უნდა შეამციროს და ნუ მე მთლიანი მარცვლები და ისინი რომ გავზრდოთ მაქსიმალურად და ეგა პრიორიტეტი რა რომ აი ეს მიქს ეს ცვლილება მოხდეს
ერთი კითხვა მაქვს. ანუ და ის ქალებისთვის თქვათ რომ ამბობენ 40-ის მერე პრედმენოპაუზის ესე იგი პერიოდი 20% ცხიმი ხო? ხო. ცილა ბოდიში, ცილის ხო, გარდა. ანუ ცილად საჭიროა, ცოტა ცხიმით საჭიროა დაბალანსება. ცხიმი არავინ ანუ ეგ ჰორმონებთან არის კავშირშიო პირდაპირ ჰორმონებთან არის ქალებისთვის. კავშირში, ჰორმონებთან არის ანუ რაც კავშირში, უფრო მაგრამ მეტ ნაკლებ ცხიმს იღებ, ამბობენ, უფრო ჰორმონალური ფონი იღებ. პირიქით. ეგ ცილაზეა. პირდაპირ გეტ მაშინ ხა ჰორმონებზე ვილაპარაკოთ, მე და ქალების შემთხვევაში ყველაზე დიდი პრობლემა თუნდაც აი მკერდის სიმსივნის შემთხვევაში არის მაღალი ესტროგენი. მკერდის სიმსივნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევის მიზეზი არის მაღალი ესტროგენი. შედარება გააკეთეს ეს ჩენთის კვლევაში გააკეთეს ეს და კიდე სხვა კვლევებშიც გააკეთეს. შეადარეს ხორცის მჭამელები და ვეგეტარიანელები და ვეგანები. და ნახეს რომ ორჯერ ცხოვრების განმავლობაში ორჯერ სამჯერ უფრო მეტი ესტროგენი აქვს ხორცის მჭამელს. იმიტომ რომ შენ ცხოველისგან ჰორმონებსაც იღებ რეალურად. და ასევე მაღალი ცილიანი საკვები რო არის, ესეც ხო თქვით რომ ზრდის ჰორმონს ზრდის და ასევე ესტროგენსაც ზრდის უფრო მაღლა და და ასე არა მარტო ხორცის პროდუქტში და რძის პროდუქტში არის დიდი რაოდენობა ესტროგენი. იმის გამო რომ ადრე მაგათ როდესაც იწოლებოდნენ ძროხები, იწოლებოდნენ მარტო მაშინ როდესაც ორსულად არ არიან, ანუ რო გააჩენს ბავშვს, იწოლება და მე როდესაც ორსულად ხდება ეს ძროხა, აღარ წველიან. ეს ადრე მე არ იცოდნენ რატომ, მაგრამ ეხლა ვიცით რომ ამის იმის გამო აკეთებდნენ რომ ესტროგენი იწევს ძალიან მაღლა. ანუ ამ ძროხის ესტროგენი ძალიან მაღალი არის, როდესაც ორსულად არის. და ჩვენ კიდევ 24 საათი ხდება ეხლა დღევანდელ დღეს. ნუ შეიძლება იყოს რაღაც, ანუ შეიძლება სადღაც ხდებოდეს ფერმაზე იგივე წესების ამის დაცვა, მაგრამ ზითად ახლა კომერციის მიზნით აკეთებენ ხოლმე ამ ძროხის იმას და ფერმებს და ახლა მაგის გათვალისწინება რა თქმა უნდა არ ხდება და შესაბამისად ესტროგენი ამ რძის პროდუქტებისგანაც ხდება დიდი რაოდენობა. ნუ ასევე რძის ჰორმონს ხო აძლევენ ძროხებს დანამატის ფორმით რო აძლევენ, რისი რეგულაცია წესიად არ ხდება ასევე საქართველოში. ნუ ყოველთვის ხორცის, ნუ ესე ხვალხსენ ხორცის და რძეზე, მაგრამ ეს რძის ჰორმონიც ასევე ხდება, რასაც ძროხებს აძლევენ სწრაფად რო გაიზარდონ და ნუ აი რამდენი პრობლემა არის ხორცს უჭამ რა, ნუ უფრო მარტივი, ჩემთვის უფრო მარტივი იყო რომ უბრალოდ დაუმიღო. მაგრამ ეხა ერთი კითხვა მაქვს, მაგალითად სელი, ახალდაფქული სელი. მაგაშიც არის ესტროგენი. და მაგაში არის ფიტოესტროგენები და ესე მაგაზე მთელი დასკვნები, მთელი დისკუსიები არის. ნახე გეტყვით ვიდრე. და ჩიაზეც ამბობენ რომ როდესაც და სოიოშიც ამით, სოიოშიც არის და ამის გამო არის რომ მთელი დებატები იყო და აი ამერიკაში უნდა ჩაენაცვლებიან კალიფორნიაში მგონი ჩვეულებრივ რძეს აძლევდნენ სკოლებში ბავშვებს. და მშობლები მოითხოვდნენ რომ სოიოს რძეს დაემატებინათ და ნუშის რძე და ასე შემდეგ. მაგრამ აი სოიოს რძეზე იყო მე მგონი საუბარი, იმიტომ რომ სოიო უფრო მასიურად წარმოებული არის და უფრო ხარისხიანი შეიძლება ვერ იშოვო, იმიტომ რომ მას პროდუქტია. ხო, აქ უბრალოდ აი რეგულაციაზეა საუბარი და ხა აგიხსნით აი ეს ესტროგენს უბრუნდები რა, ანუ ესე იგი სოიო უნდა რომ ჩაენაცვლებინათ და დაიწყო მთელი დისკუსია, რომ ამ სოიოში არის ფიტოესტროგენები, ანუ რომელიც ესტროგენის მიმიკას აკეთებს, ანუ ესა ნიუტრიენტები, რომელიც გავს ესტროგენს. და რო ეს ფიტოესტროგენები პრობლემური არის და ანუ მე რას დაარღვევს ამ ესტროგენს ამ მოკლედ ამაზე ორი აზრი არის, ანუ არის ზოგი რომელიც ფიქრობს რომ ეს პრობლემა არის და შეიძლება იყოს პრობლემა ვთქვა, ანუ შეიძლება მე არ გამოვიცხავ. არა. ზოგადად შეიძლება ნებისმიერ ადამიანში იყოს პრობლემური რა, იმიტომ რომ ეს ანუ ხო არის მოსაზრება ეს ესტროგენი არის იგივე. მაგრამ ასევე არსებობს ეს მექანიზმი, რის გამოც იძახიან ხოლმე რომ პრობლემური არ არის. რა მე პირადად საერთოდ სოიოს დიეტა არ ვიღებ, იმიტომ რომ ცილა არის და ცხიმი არის შინით და არანაირ სასურველი არ არის. ანუ ყველა ის ახლა რაც აქამდე ვახსენე, არც ერთი ჯაჭვით არ არის სასურველი. ხა სოიოს მე არასდროს არ ვჭამ და ჩვენთან არც არის დიდად, ხო? ნუ თუ ჭამ მუხუდო ან რაღაც ეგეთი მოჭამ. ხო და არისო კარგი ქართული სოიო. მაგრამ ეს არ არის ანუ ტრადიცია, ანუ ჩვენთან არ იყო ადრე. ენდემური არ არის ამას გულისხმობ. ნუ ენდემური ბევრი რაღაცა არ არის, მაგრამ ეს ახლა მუხუდოც მე მგონი მუხუდოც არ არის ენდემური. ენდემური არ არის, მაგრამ ნუ ყოველთვის ადრეც ზდიდნენ, ანუ აი საუკუნეების წინ და ანუ აი სოიო, მე მგონი არასდროს არ დიდად ესე არ უყვეოდით. აი ნუ რო დავუბრუნდე მოდი ეს ფიტოესტროგენი იმის გამო რომ გავს ესტროგენს, იკავებს იგივე ადგილს, რეცეპტორზე იგივე ადგილს იკავებს სადაც ესტროგენს და პირიქით მე ესტროგენი აღარ მიდის იმ ადგილას და ისიც რომ პირიქით კარგი არის, იმიტომ რომ მაღალი ესტროგენი არ გექნება და პირიქით ანუ პაციენტის შემთხვევაში ეს დაიცავს მკერდის სიმსივნის განვითარებისგან, იმიტომ რომ იმ ესტროგენის ეფექტს შეამცირებს. ეს არის იდეა. და ექიმები ეუბნებიან ონკოპაციენტებს, რომ სელი არ მიირთვათ, ასევე ჩია. ეს მექანიზმი არის, მაგრამ ამ მექანიზმის მიუხედავად მე ვიტყოდი, რომ არ არის ამაზე 100%-იანი. ანუ ეს მექანიზმი კი არის, მაგრამ ნუ აი არ ვიცი. მე პირადად მაინც არ ვურჩევდი პიროვნებას. არ რისკავენ ალბათ მაინც. ხო, არ უნდა გარისკო ჩემს და ამ ეტაპზე არ გავრისკავდეთ, ან ისედაც არანაირი მოსაზრება არ არის, რომ სოიო რამით კარგი არის. ანუ არ ვიცი არ უთქვამს ეგეთი გაუჟღერები, ეგეთი მოსაზრება, რომ სოიო ძალიან კარგია და მოდი სოიო ჭამეთო, ანუ
არც არავისგან არ გამიგია, არც ამ სფეროებში რა, არავინ არ იძახის ეგეთ რაღაც. პირით ამ ციlalსაც აი ლობიოც და პარკოსნებიც მე მაგალითად ყოველდღიურად არ ვჭამ, შეიძლება კვირაში შეიძლება უმეტესობა დღეს ვჭამ, მაგალითად კვირაში 5 დღეს შეიძლება ვჭამ, მაგრამ დიდად სასურველი არ არის ყოველდღიურად ვჭამ, შეიძლება ყოველ მეორე დღეს ვჭამ, მაგრამ ყოველდღიურად ვჭამ სულ პარკოსნები, იმიტომ იმ ნომთელ რას აცდები, აუცილებლად აცდები ყოველდღიურად ვჭამ. და ცილა რო განაყრებს და ნაკლებად გინდა მე ჭამა, ჩემ შემთხვევაში ესე რო არის. კი, მაგრამ ეს შევძლოთ იმ ბაქტერიების ბრალი არის, რომელიც ნაწლავში არის და ის ბაქტერიები წესით მალევე უნდა შეეჩვენონ ამას, იმიტომ რომ მაინც ჩვენ ენერგიის წყარო და მთავარი წყარო გვაქვს ნახშირწყალი. ანუ რეალ ენერგიისთვის მთავარი გჭირდება ნახშირწყალი და ცილა გჭირდება უკვე იმ კუნთებისთვის, დანაყრებისთვის, მე ესე ვიცოდი. დანაყრებისთვის დიდად მე მგონი ეგეთი ეფექტია. მე მანაყრებს ცილა და თუ არ ვჭამ სუმშია. ნუ ალბათ ისევ ბაქტერიებამდე მივიდოდი. შეიძლება უბრალოდ აი საკმარისად მარტივ აი ეს მე რას ვთქვი რა, ეს აი ბურღულეულს თუ მაქსიმალურად მიიღებს აი 90%-ს და სახამებელს აი კარტოფილს განსაკუთრებით საკმაოდ დამანაყრებელი არის. კარტოფილი თან ყველაზე ისეთი უფრო მარტივი არის რა, ანუ ბევრი უფრო მარტივი სახამებელიც აშინ და ანუ დასაწყება ძალიან და წონაში რო იმატებ მარტო არ მომიტყვით აი ეხა ავსენ პირიქით რომ ეს კემპინგის დიეტაზე პირიქით ამის მაღალ ნახშირწყლიანი დიეტა ისე სისხლის შაქარსაც პირიქით ანუ იმიტომ ეს რთული ნახშირწყლები რაც ისინი დააბალანსებს რა ის მაგრამ რეალურად ეს არის დიეტა რომელიც არასდროს მეც არაფერს აღარ ჭამ და ალბათ წონაში კლება წავა რა თქმა უნდა არასდროს მეც რა ანუ არაფერს არ მიირთმევს უნდა შენი ცხოვრების წესი უნდა იყოს ეს ხო უნდა ეს ამას იცავ არაფერს შეზღუდული არის მაგრამ შეზღუდული მარტო ცხოველის პროდუქტი არის შეზღუდული ანუ რეალურად რომ დაფიქრდე მთელი ანუ ძირითადი საკვები ისეც მცენარეული უნდა იყოს ან შენ რომ იცავდე მაგალითად ну ნებისმიერ დიეტას ასწავლე ხო შეზღუდულია პირველ რიგში ესე იგი პირველ რიგში ტრანსცხიმი მერე ნაჯერი ცხიმი ესე იგი ცხოველ პროდუქტისგან და მერე უჯერი ესე იგი შეგიძლია თავიდან სანამ გადმოხვალ ბოლომდე შეგიძლია რომ ზეთი გამოიყენო თქვა ხა თუ შენთვის ეს ან პრიორიტეტი უნდა ქონდეს პირველი ცხოველური ცხიმები მაქსიმალურად შეამცირო ან შეიძლება ცხოველ პროდუქტს ჭამდე მაგათად ნაკლებად ცხიმიან ნაჭრები იყიდო და გააკეთო მაგალითად რა მაგრამ პირველ რიგში შეამცირო მაგათი კარაქს თუ იღებ რძის პროდუქტს მაგათად რძე მთლიანი რძე რაც არის ანუ ცხიმ გამოცვლილი რომელიც არ არის 60% კალორიების მიხედვით არის 60% ცხიმი შიგნით ან ზოგადად ეტიკეტზე არის ეტიკეტზე წერია გრამების მიხედვით მაგრამ რძე არის რეალ წყალი ძალიან დიდი რაოდენობა და იმის 0 კალორია აქვს და კალორიულად რო დათვალ 2/13 კალორიის რძეში არის ცხიმი და თან ეს არის ნაჯერი ცხიმი რომელსაც ყველა ორგანიზაცია იძახის რომ ეს გულსიზრდო დაავადებებს იწვევს და ასე შემდეგ ქოლესტერინის მაღლა წევს ესე იგი და 2%-იან რძეში მაგალითად 2%-იან რძეში თქვენ ისეთ რამდენი ცხიმი არის კალორიულად 35% 35% ცხიმი არის 1/13 ცხიმი არის კალორიების მიხედვით რო დათვალო და ნუ მე უცხიმო თუ არის 5% მაგრამ ნუ და მე მთელი ამბავი მანდ მე არის ამაზე ისე MSG-ები რომ გამოცვალებაც ხდება ცხიმის და სხვა ინდუსტრიული პროცესები MSG-ები იქნება რაც აი მოგვიყევი იმიტომ რომ არა ერთი წყაროც არა ქართულად ერთი ისეც არ არის თემა იმიტომ რომ მეც ესე ვიცი რომ გამოცლილი ანუ ცხიმ გამოცლილი 0%-იანი პრობლემაა ზოგი ამბობს რომ არ არის პრობლემა ანუ ნახეთ პრობლემა არის ცხიმ გამოცლილი იმის გამო რომ ეს MSG-ია გადამუშავებულია მაგრამ ისიც პრობლემა არის მთლიანი ცხიმიანიც იმის გამო რომ რეალურად ეგეც გადამუშავებული იმიტომ რომ პასტერიზირებული არის და დამატებით ძალიან ბევრი ცხიმი აქვს და რატომ უნდა ჭამო ანუ რაც ვიცით რომ არ ჯანსაღი არის ცხიმი ანუ კვებაში ყველაზე მეტად ხალხს აკლიან საკვები ბოჭკოები და საკვები ბოჭკოები არ არის საერთოდ რძის პროდუქტში არ არის და არც ცხოველ პროდუქტში არ არის და ну რძის პროდუქტზე განსაკუთრებით რა ну ძალიან დავაბნია ჩემი მაყურებელი იმიტომ რომ არა ეხლა აკი არა ზახის ყველა ხო კი არა ჩემი სტუმრები ზოგი ამბობს რომ პირიქით ცილა უნდა მიიღო და ნუ თავის საქმეში სანდოა და განათლება აქვს მიღებული მე ესე იგი ეს ვერსია ხო და რა უნდა ქნას ადამიანმა ანუ კვლევარები არის პირდაპირ რეალ ინფორმაცია რომ მიიღო ზუსტი უნდა მიხვიდე პირდაპირ იმ კვლევარის გამო მოისმენო ვინც ამ ინფორმაციას ავრცელებს ხო ან საიდანაც მოდიოდა წყარო მაგალითად ვიღაცა რო იძახის რომ 2 გრამი უნდა მივიღოთ ცილა ანუ ჩემ პირველ შეკითხვა იქნება რომ ან წყარო სად არის რომელიც ამას ანახებს თუ მისი წყარო არის ის რომ აი კვლევებისაც ორ ჯგუფს ავარჯიშებენ და ერთი ჯგუფი მეტად უფრო მეტ კუნს იმატებს ეს ჯგუფი რომელიც 2 გრამ ცილას იხებს ხო და ეგრე არის ანუ მეც მაგას ვადასტურებ რომ ანუ ეგრე არის რომ უფრო მეტ კუნს იმატებ მაგრამ ასე ვიზდება ანუ რა თქვი ტიპიური რისკი და ეხა მაგაზე საერთოდ უბრალოდ ინფორმაცია არ აქვს, იმიტომ რომ ამაზე ინფორმაცია ერთადერთი გზა რომ მიიღო არის რომ იმ კვლევარის ან წიგნი წაითხოვა ინტერვიუ რაც ესე შენ რო გაიმეთ ახლა ნუტრიციოლოგიის კურსი უბრალო არც ერთ კურსში არ არის ამაზე საუბარი, ამ დაავადებებზეც არ არის ხოლმე საუბარი. საერთოდ ნუტრიციოლოგიის კურსებიც ძალიან ხშირად არის ხოლმე
პირდაპირ დაფინანსებული იმ კომპანიებისგან, რომელიც ხორცის ინდუსტრიაში არის და რომელიც ასევე რძის ინდუსტრიაში არის და რომლებიც თქვათ აი რძისგან ხო კეთდება ეს პროტეინი, whey პროტეინი. კი. პირდაპირ ეს whey რეალურად არის ყველს როდესაც აკეთებენ ნარჩენი არის. ანუ ეს არის ნარჩენი ცილები, რომელიც რჩება ყველის გაკეთებისგან და რეალურად უბრალოდ არიციან რაში გამოიყენონ. და გაშრობა ხდება, მე უფრო დიდხანს ინახება და მე უფრო დიდხანს შეიძლება რომ გაყიდო. ანუ ძალიან ბევრი არის რეალურად ეს ცილა. და მე პლუს ხო ეს ცილა რო იყიდება, ამ ცილაში ხო დამატებით ეს მძიმე მეტალების და იმის პრობლემა ცალკე არის, მაგრამ ეგ პრობლემა საერთოდ არ ავიღოთ, ანუ ეს ზედმეტი დიდი რაოდენობა ცილის მიღების მთელი მიმართულება, ანუ ამ ინდუსტრიების განვითარებულია და მეორე ის რომ ნუ ხალხს უნდა რომ ზოგს უნდა რომ ძალიან დაკუნთული იყოს და რო უყურებენ ამ ფილმებს და ასე შემდეგ და მაგათი ინტერესიც არის რეალურად ეგრე არის რომ ახლა ვიღაცა შევუსმენდეს და ძალიან ბევრი არის რომ არ აინტერესებს მართლა ჯანმრთელობა უბრალოდ უნდა რომ ის კუნთი გაიზარდოს რაც შევა სწრაფად და მიიღებს მართლა უფრო სწრაფად შედეგს პროსტა უარყოფით შედეგებსაც იღებს და საერთოდ აი ბოდიბილდერებში მაინც საშუალო სიცოცხლის ასაკი მე მგონი 55 წელი და პროფესიონალი ვინც არის კიდევ უარესია და ვინც უფრო დამწყებია იმათ ну ვინც ისეთი არის ანუ დამწყები არა ეს აი amateur ანუ არაპროფესიონალი იმათთან კარგად არის მაგრამ ვინც პროფესიონალები არის ყველაზე ცუდი ჯანმრთელობა აქვთ ხოლმე ანუ ბოდიბილდერებს სპორტსმენებს ხშირ შემთხვევაში ცუდი ჯანმრთელობა აქვთ ხოლმე იმიტომ რომ ну აი ბევრ რაღაცას აკეთებენ არ არის მაინც კარგი რეკომენდებული ხო მე რაკურსის დამამთავრე პირიქით გვეუბნებოდნენ რომ ეს Integrative Institute of Nutrition არის და ერთწლიანი კურსი იყო და პირიქით იყო საუბარი რომ მაქსიმალურად წითელი ხორცი შევამციროთ. კი, სუმაგაზე ხდება საუბარი. საერთოდ არ არის დიდად სასარგებლო, მაგრამ აი ეხა ესე ძალიან ვთქვათ. არა, ბევრნაირი დიეტა გაგვაცნეს, ძირითადად იმაზეც იყო ძალიან ბევრი ლექტორი ყვებოდა რომ ძალიან ბევრი დაავადება მოიჩინეს მცენარეული კვებით და თან ახლა ამერიკაში მართლა ისეთი პრობლემებია რომ ჩვენ ალბათ არც დაგვესწრება. ანუ რეალურად არის ანუ ბევრი დიდი სპექტრი არის. ახლა მე რეალურად რო ვახსენებ აქ რაღაცა მე ბევრი ახსნა ჭირდება ამ უკან. ნუ მაგიტო რომ აი 2 საათი სართულია ყველა თემას ბოლომდე შეეხო. მაგიტო რომ ანუ იმ 20 საათშიც მეც რაც მაქვს რეალურად ძალიან მოკლე. ანუ რეალურად ბევრად მეტი დრო ანუ მე ვუსმენ ერთი თვეები და მე იმას 1 საათში უნდა ჩადო ის ინფორმაცია და ესე ძალიან ისე ჟღერს, მაგრამ ხო ანუ პიროვნულად როცა ანუ ერთ ადამიანს ვესაუბრობ, ანუ ძალიან ეტაპობრივად გავდივარ, აი კონკრეტულად რას იკვებება, რა წარმოდგენა აქვს და მე მაგის მიხედვით ეტაპობრივად და პრიორიტეტული რაც არის რა თუ და მაგიტო ანუ რაღაცას ალბათ ინდივიდუალურად მარტივად შეიძლება ხო ანუ ძალიან მარტივი ვერ შეუმცირო უცბად ანუ რაღაცა შეიძლება უბრალოდ იყოს ძალიან მკაცრად თქვას რომ აი მე ამის დათმობა არ მინდა და ნუ ამის დათმობა თუ არ მინდა მაგის გარშემო ვმუშაობ რა ანუ არ არის აუცილებელი რომ ყველა ის რჩება ანუ ვიღაც არის ვინც მოდის და უნდა რომ ყველაფერი გააკეთოს და ნუ მე უფრო სწრაფად იღებს შედეგს და მაგიტო ვიზახი რომ ვიღაცა თუ არის მომენტალურად აიღებს რა სიჩქარეს აიღებს და ხა ვინც ვახსენე წყაროები ყველას რომ მოვუსმინო ან რამოდენიმე რომ ნახო უკვე ძალიან კარგად ხარ, უბრალოდ აი ქართულად რო არ არის, ეგ ერთ-ერთი სამწუხარო რა. რთულია, ხო. ნელ-ნელა, ნუ იმედია რაღაც სტატიებს მე მინდა ამაზე მუშაობა, მაგრამ ნუ ჯერ ამ კურსზე მე რაღაც ეტაპზე მოვა რა, ეს აი დღესდღეობის მეცნიერების ცენტრს რო სრულად ჩამოვაყალიბებ და ამაზე რო იქნება უკვე მუშაობა. ეხა წელს არ იქნება, მაგრამ შემდეგ წელს იმედია რომ თუ უსმენს ვიღაცა ეს დღესდღეობის მეცნიერების ცენტრში რო უკვე გრძელობაზე გამახსენდა რომ ეხა მე ვნახე ესეთი ბაქტერია აღმოაჩინეს ნაწლავში უროლითინ A. ხო და აი ეს ხო რაღაც ყველაფერში არის თქვა ღვინოშიც არის ნიგოზშიც არის ბროწეულში და რას იწვევს და აი დანამატია რომელსაც ანუ გეუბნებიან რომ მიიღერო რაღაც ლონჯივიტი დანამატი ძალიან სკეპტიკური რომ დანამატი მე თავიდან ძალიან პირიქით მომწონდა მაგრამ ну აი იმდენი დანამატი ჯერსი დანამატი თუ არის ნებისმიერი სახის დანამატი აქვს რისკი რომ ძიმეტარებით იყოს დაბინძურებული განსაკუთრებით თუ ევროკავშირში არაა წარმოებული ან ევროკავშირში თუ არ იყიდება თუ არის ევროკავშირში და თუ ძალიან სუფთა მაგალითად ის იშვიათი დანამატი რომელიც ევროკავშირში წარმოება ხდება ან იყიდება მაინც არ ვიტყოდი რომ მაინც მგონი რომ თიმს ყველაფერს იღებ ძალიან ცოტა რაღაცა რასაც დანამატის სახით მივიღებდი რა ანუ აი ვეგეტარიანების ვეგანების შემთხვევაში რადგან ამ თემაზე ვისაუბრეთ ну ბეთონიც უნდა იღებდნენ აუცილებლად და ნახეთ თქვენს ყავდათ პიროვნება ვინც ამაზე საუბრობდა ატყდა ერთი ამბავი რომ ჩვეულებრივადაც დალიეთო B12-ო მარტო ვეგანებს რას გვერჩით ანუ საშუალო მოსახლეობაში არის და ახლა მეც ხო ვარ თან მეც რეალურად ეგრევე ვიყვები მაგრამ ნახეთ ან საშუალო მოსახლეობაში მგონი 10-დან ან მთელი მოსახლეობა რო აიღო 10-დან 20%-მდე არის B12-ის ნაკლებობა უფრო კონცენტრირებული არის ასაკში და ამ გაიდლაინებით ახლა ამერიკაში რაც არის 55 წლის მერე არის რომ ყველას ურჩევენ 55 წლის მერე ყველამ უნდა მიიღოს B12 იმის გამო რომ ეს ნაწლავის მიკრობიომშიც ამის
შეწოვადობა მცირდება და კუჭის მჟავაც რო იწევს დაბლომად რაღაც მიზეზები არის. თუ ისედაც ნიადაგშიც აღარ არის. ნიადაგში ისედაც აღარ არის. ეგ პრობლემაც არის. რის გამოც ანუ საერთოდ ცხოველ პროდუქციიდან რო იღებენ B12-ს, ზოგან არის ახლა ბევრგან არის B12-ის ვაქცინა, მაგრამ ვაქცინებს რო უკეთებენ ძროხებს, B12-ს ამატებენ შიგნით და ასე მულტივიტამინების შოთებს უკეთებენ, სადაც B12 არის და კიდე სხვა ვიტამინები არის დამატებული და პირდაპირ ნემსით უკეთებენ ამ B12-ის ვიტამინს. ნუ ეს უკვე დიდი წარმოება საათსა, იმის გამო რომ პესტიციდებს რო ხმარობენ, ნიადაგში გვტება ეს ბაქტერია და ერთ-ერთი მიზეზი არის, მაგრამ მეორე ასევე წყლის სანიტაციის გამოც არის, ან ბევრი რომ მთელი ჯაჭვი არის, მაგრამ ნუ ახლა უდაოდ არის რომ ანუ 10-20% არის საშუალო მოსახლეობაში და ვეგეტარიანელებში არის მგონი 2/3 თითქმის, ანუ შანსი იმის რომ ნუ საკვებიდან რო არ მიიღო და ვეგანებში კიდევ უფრო მაღალი. უბრალოდ უცხოეთში რო აკეთებენ ისე, უცხოეთში რო აკეთებენ კვლევას მეთოდად და ამოწმენ B12-ის რაოდენობას, ყველაზე მეტი რაოდენობა აქვს ხოლმე ვეგანებს და ვეგეტარიანებს B12-ის სისხლში. მაგრამ იმის გამო რომ უცხოებმა იციან ამ ინფორმაციას ვრცელდება და აგრესია არ აქვს იმათ პირიქით ამ ინფორმაციისკენ, ანუ რო ვრცელდება ეს ინფორმაცია, იღებენ მერე ამ დანამატებს და ყველაზე მეტი რაოდენობა აქვს ხოლმე და პლუს უცხოეთში ეს ნუ გადამუშავებული ეს არის ძეები და რაც ის ნუშის ძეები და რაცები რო არის ან გადამუშავებული საკვებები ვეგანური ხო აი ვეგანური სტეიკები და ყველაფერი იყიდება არაჯანსაღი რა თქმა უნდა მაგრამ ნუ ისე ვიზახი უცხოეთში ხო ამას ჭამენ და ვეგანური ტორტები და შეგიძლია ჭამო აი ვერც მიხვდები რომ ვეგანი ხარ ბევრი ეგრე იკვებება ახლა იქ ჩვენაზე სწავლობთ ეგ არ არის მაგრამ საშუალო ვეგანი უფრო საშუალო ვეგანს უნდა რომ ძირითად ცხოველების გამო და ამიტომ შეიძლება ეთიკურის ხო ხო და ნახეთ ამ საკვებში ყოველთვის არის B12 დამატებული და ამიტომ არ ექნებათ ხოლმე ნაკლებობა და ნუ რავი ამერიკაში პურშიცაა დამატებული და ყველაფერში ამატებენ და ჩვეულებრივ პურშიც არის დამატებული ამიტომ D3 ხო და ნახეთ აი რადგან ამაზე ვისაუბრეთ ვეგანებში ძირითადად ეს B12 აუცილებელია ვეგანებში უფრო მეტად ვეგეტარიანებში და ვინც ცოტა ხორცს ჭამს რაღაც მაგათთვისაც და საერთოდ უბრალოდ ანალიზი გაეთება შეიძლება და მაგის მიხედვით 100% უბრალოდ ადამიანს, იმიტომ რომ მე მქონია შემთხვევები, რომ ჩემი ნათესავები რომელიც ხორცს ყველაფერს ჭამენ, B12-ის ნაკლებობა ქონიათ, ანუ ის 10-20% მაინც არის იმის ალბათობა. მაგრამ აი B12-ის შემთხვევაში ესა და ვიტამინ D-ის შემთხვევაში უბრალოდ დიდია. ვიტამინ D არის, მოგონი 60 ამერიკის სტატისტიკა არის, მაგრამ საქართველოს მიახლოებით ნუ შევა ნაკლებად, მაგრამ ნუ აი 60% არის ამერიკაში ვიტამინ D-ის ნაკლებობა და ომეგა-3? ომეგა-3 იმის მიხედვით, ომეგა-3-ის ნაკლებობაც არის და ვეგანს მეტად უფრო მეტად შეექმნა სამის პრობლემა. მაგრამ დანამატები არის ეს ომეგა-3-ის დანამატები, ვეგანური დანამატებიც არსებობს. მეოდნავ მაგაზეც აიხარ როგორ მოვასწრებთ ომეგა-3-ზე. ესე იგი, იქიდან გამომდინარე, რომ ტვინის 60 თუ 70% ცხიმია. ეხლა გამახსენდა, ამიტომ რო გვირჩევენ ცხიმის მირთმევას. იმიტომ რომ ტვინს ჭირდება ცხიმი, მაგაზე რას ფიქრობ? არ არის ეგრე? ცხიმი დიდი რაოდენობა რაც ჭირდება და თვითონაც ანუ ნახში წყლისგან შეგიძლია რომ გააკეთოს სინთეზი, მაგრამ ისედაც რასაც იღები იმ საკვებისგან თუნდაც აი კარტოფილში რა რაოდენობა ცხიმისა, სრულიად საკმარისია, მაგაზე მეტი რაოდენობა ცხიმის შენ სხეულს არ ჭირდება. ზედმეტი როგორც კი არის, უკვე ცხიმად გროვდება და ანუ მაგაზეც არის რომ აი წონები რო შევადაროთ, ვეგანები არიან ეს არ არის ჯამრთელ ვეგანზე საუბარი ხა მე რა მაგალითის მოყავს რომ არაფერს რო არ ჭამს და არ ძედს და არაფერს საუბარი საშუალო ვეგანი რო აიღო ბევრად ნაკლები წონა აქვს ანუ მე ვეგეტარიანს ოდნავ მეტი წონა აქვს და მე ყველაფერს ვინჭამს ბევრად მეტი წონა ანუ წონის სხვაობა არის ძალიან დიდი და შესაბამისად მე ქოლესტერონის კუნთის მასა კუნთის მასა თუ არ ვარჯიშობს კი მაგრამ თუ ვარჯიშობს შესაძლებელია არ იქნება სხვაობა მანდ არის სხვაშორის დამატებით ფაქტორი ხო რომ აი ბავშვებშიც არის ხოლმე ეგ სხვაობა ეს აი კუნთის მასის და რაღაცის ძვალზეც მე ძვალს იზახიან ხოლმე რა უფრო სუსტები არიან და წონა აქვთ ხოლმე უფრო დაბალი და წონა უფრო დაბალი რო უფრო ნაკლები დატვირთვა არის თვითონ კუნთზე მაგიტომ მაგრამ ეს პრობლემა ისედაც არის ხოლმე და ქალებში კუნთის და ძვლის პრობლემა და მთავარი მიზეზი რაც მაგას აგვარებს თავი გამოსავალია ვარჯიში ისე რა თუ წონი დატვირთვა ერთ-ერთი წონის დატვირთვა არის წონა რომელიც ტანზე გაქვს ხო შენ ზედმეტს ჭამ და წონა გაქვს ტანზე და ამ წონას ატარებ რეალურად გამოდის რომ შენ პასიურად დატვირთვას უკეთებ შენ თავს და ნუ თუ ვეგანი ხარ გამოდის ან თუ მეტად ძალიან გამხდარი ხარ გიწევს უფრო მეტი ფიზიკურად ამ წონის აწევა ან ზურგჩანთით სიარული ამის ბევრი მეთოდებია იმეც ზოგი დადის 5 კილო შეიძლება ზურგჩანთას ჩაიდო ატარო ამით ბავშვი ატარო რაც ბუნებრივი რაც არის უფრო მეტად ხო რომ ხა ისტორიულად როგორ ხდებოდა რომ ბავშვი უნდა ატაროს საკვები უნდა მოიტანო მაგალითად ხო ანუ ინადი რო ან მოიპოვეს საკვები მოიტანო ან ჩვენ ყოველთვის რაც დაგქონდა ხო ანუ ყოველთვის ატარებ რაღაცას და თან ბევრი სხვა უპირატესობაც აქვს ვარჯიშს არა მარტო ეს ძვალზე და ტვინზეც აქვს ბევრი უპირატესობა და ყვებით მოკლედ მაგას ვერ განსაზღვრო მაგრამ ვარჯიში არის ყველაზე მნიშვნელოვანი წონა აქვს საუბარი მაქვს რომ
დაბალი წონა რადგან აქვთ უფრო მეტად სისხლძარღვთა დაავადებები ნაკლებია, ქოლესტერინის ნაკლებია, არტერიული წნევა ნაკლებია, დიაბეტი, ანუ ყველა ის დაავადებები, რაც რეალურად ადამიანის სიკვდილს ყველა ნაკლები არის. წონას მოაქვს და ლურჯი ზონები რაც არის. მანდ ბევრი სხვადასხვა წერტილი არის და მე ბევრი წერტილზე ზოგი არის ნაკლებად გამოკვლეული რა, მაგალითად აი კოსტა-რიკაში რაღაცებში იძახიან რომ არ არის ზუსტი. ყველაზე მეტად გამოკვლეული არის კალიფორნიაში რომელიც არის. და სარდინია მე მგონი. სარდინია კი 4 წელი იტალიაში სახლობს საბერძნეთშიც, მაგრამ ყველაზე ერთ-ერთი არის კალიფორნიაში და კალიფორნიის არის ყველაზე მეტად გამოკვლეული და კალიფორნიის ეგ მოსახლეობა არის დიდი რაოდენობა ძალიან ვეგეტარიანელი და ვეგანი და ვინც არ არიან ვეგეტარიანები და ვეგანები არიან მან კონკრეტული რელიგია არის Latter-day Saints თუ რომელიღაცა ორი რელიგია არის მაგრამ ნუ ერთ-ერთი რელიგიის მიმდევრები არიან რომელზეც არის ეს კვლევა გაკეთებული და რომლებიც დიდხანს მარხვას იცავენ კვირაში მხოლოდ 2 თუ 3 დღე შეუძლიათ ხორცის ჭამა და გამოდის რომ ვინც არ ვეგეტარიანები ისინიც ხორცს ცოტა სჭამენ და დიდი პროცენტულად დიდი რაოდენობა აქვს ეს ვეგეტარიანები და ვეგანები და ეგ მოისაზრება რომ ეგ არის იმის გამო რომ ლურჯი ზონა ანუ ერთადერთი ან ყველა სხვა არის ქვეყნები ლურჯი ზონები ეს ერთ-ერთი მოსახლეობა რომელიც ლურჯი ზონა არის და თან რელიგიური ჯგუფი არის რომელიც მარხვას იცავს ძალიან მკაცრად 99% იცავს ამ მარხვას და ბევრი ვეგეტარიანი თუმცა ნუ სარდინიაზე საერთოდ სხვა შემთხვევა გვაქვს და ეგ როგორი ხსნება ხო და ყველაზე კარგად არის გამოკვლეული ეს და სორს ეს ლურჯ ზონებზე არის რომ ლურჯ ზონებზე ბევრი პრობლემა არის მე კონტროვერსიულია ლურჯი ზონები კონტროვერსიული იმ ხრივ არის რომ მაგალითად ეს რომელზე იძახდით თქვენ მე სარდინიაზე ვამბობ რომელიც რეალურად ანუ დგას ამ სოციალურ ფაქტორზე მაგებსაც ხო რა თქმა უნდა სოციალური ფაქტორები ბევრი ფაქტორები ეს ასაკოვანი ადამიანის პატივისცემა ყველაფერი მაგრამ ბევრგან არის რომ აითად ეს 100 წელს მიღწეული ადამიანები საქართველოს ცხოვრი რაც ფინანსური ინცენტივა რო აი 100 წელს თუ აღწევ ფინანსურ ჯილდოს იღებ და ეს ლურჯ ზონების აწყო აღებული ყველგან იმ იაპონიის ჩათვლით ყველგან იყო ეს ფინანსური ინცენტივები და იმდენად პრობლემური იყო იდენტობის გაყალბება თურმე ამ 4-ვე ლურჯ ზონაში ანუ მეხუთე არის ეს კალიფორნიაში რომელშიც არ ყოფილა არაფერი მსგავსი მაგრამ დანარჩენი ლურჯი ზონები ყველგან იყო სკანდალები სადაც მე ახლიდან მოითხოვეს მაგალითად დაბადების სერტიფიკატები ახლიდან მოთხოვეს და ძველი სერტიფიკატები გაუქმდა და ბევრი ის ვინც იღებდა ანუ რო ითვლებოდა მე 100 წელზე დიდხანს ცხოვრობდა გაუქმებული არის ანუ აღარ ითვლება რომ მაგდენი ადამიანი 100 წელზე მეც მიცხოვრობს იაპონიაში ოკინავაში იყო ხო მგონი და ოკინავა არ არის წამყვანი პირველი სიცოცხლის ხანგრძლივობით ან სხვა მაგალითად კიოტოში არის კიოტო არის მეორე სიცოცხლის ხანგრძლივობით და ანუ ოკინავა არც არის პირველი ანუ და ლოგიკურადაც არ არის ლოგიკური რომ მან ყოფილიყო მაგრამ ბევრი ადამიანი იყო სტატისტიკურად და ნუ მთელი ერთ-ერთი კაცია რომელიც ამ სტატისტიკას შეისწავლიდა და მე ამაზე რამდენიმე კვლევა გამოაქვეყნა და ეხლა ბევრი სკეპტიკური არის ამ ლურჯი ზონების მიმართ მაგრამ ერთ-ერთი ლურჯი ზონა რომელიც ვერ გაუქმება არის ეს კალიფორნიის რომელიც ყველაზე მეტად გამოკვლეული არის და ნუ ვეგანები და ვეგეტარიანები არიან ძირითადად მათ ნუ დიდი რაოდენობა მოსახლეობის მოკლედ რო შევაჯამოთ ეხლა ჩვენ ცოტა დრო დაგჭამ ესე იგი მივდივართ იქამდე რომ სიცოცხლის ხანგრძლივობისთვის და ხარისხისთვის გაუმჯობესებისთვის, ესე იგი, საჭიროა რომ მივიღოთ ნაკლები ცხიმი. ნაჯერი ცხიმი განსაკუთრებით და ტრანსცხიმი. ანუ ცხოველური და ტრანსცხიმი საერთოდ არც განიხილება. მივიღოთ ნაკლები ცხოველური, ზოგადად საკვები და ცილა, თუ სულ ვერ ამოვიღებთ, შევამციროთ მაინც. რამდენადაც გონივრული არის, გონივრულად ანუ ჩათვლის თვითონ მაყურებელი რამდენადაც ჩათვლის, ანუ ხო ვერავინ და მივირთვათ მთლიან მარცვლოვანი და მთლიანი საკვები, ხო არა გადამუშავებული. მთლიანი საკვები მაქსიმალურად. მაგრამ პლუს მე მგონი ეხლა ესე გავაგზავნოთ იმდენი რაღაცა არის, ანუ იმდენი რაღაცა სათქმელი კიდევ. მოძრაობა აუცილებელია და ნუ მენტალური ჯანმრთელობა ალბათ. და მენტალური ჯანმრთელობა საერთოდ არ გვისაუბრია და ანუ აი რა ჩემთვის რაღაც ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი ეგ იყო და ანუ კვებას მნიშვნელობა არ ქონდა საერთოდ ეგ იყო ნომერ პირველი და აი როგორ უნდა იცი რა არის ჩემ პოდკასტში ძალიან ბევრს საუბრობთ ამ მენტალურ ჯანმრთელობაზე და მაგიტომ აქვს ორივე თემა ანუ საკვები და მენტალური ჯანმრთელობა და მნიშვნელოვანია ძალიან ხშირად არის ხომ მთავარი გადამწყვეტი საერთოდ ჯანმრთელობის მთავარი გადამწყვეტი მიზეზი ტრავმიდან გამომდინარე არის ხოლმე და ჩვენ საზოგადოებაში საერთოდ არ გვაქვს ანუ ამის აღქმა ძალიან ცუდად არის რა იმიტომ რომ აი საერთოდ
ხდება ამაზე საუბარი. ნუ დიდად რა, ხარ ტრავმებზე? პოდკასტებზე მე მგონი შიკი, დაიწყეს უკვე. ეხლა მე მგონი დაიწყო, აღარ არის მაგრამ პრობლემა უკვე აი ფსიქოლოგთან რაღაცასაში მისვლა, მაინც პიროვნული აი განვითარება. რაღაც აი მიკრო სივრცეები არის, სადაც ხდება ეს უსაფრთხო სივრცეები რა, ნუ ეს აი მესმის. პოდკასტებში, რაღაცებში, მაგრამ მაინც ახლა ზოგად მოსახლეობაში რო გახვიდე ძალიან არა პრობლემური უშავს არის. რაღაც მიკროსივრციდან იწყება და მეერე კი. ვრცელდება და მთავარია სადღაც მაინც დავიწყოთ. დიახ. და მე მგონი დავიწყეთ. კი. უღრმესი მადლობა, ვიცი რომ არ მადლობა. გვეყო დრო, იმიტომ რომ მეც რო ფიზიკურად ვერ გვეყოფლა. მეც რო საუბრობდი, რაღაც მქონდა კითხვები, მაგრამ ხვდებოდი რომ კიდე სხვაგან მიმყავდი და საერთოდ არ ვიცი, ალბათ კიდე უნდა ჩავწეროთ, მე მგონი ჩვენ შეიძლება. პოდკასტი ძალიან საინტერესო იყო დიახ. და ცოტა დამაბნეველიც იყო მაყურებლისთვის, მაგრამ ვინც კი. არა უშავს, ნუ ვისაც რაღაც დაინტერესებს, თქვათ, პრინციპში შეგვიძლია ხო რაღაც კვლევები დავურთოთ. კი შეგვიძლია რომ ტექსტად მივაწეროთ ხო. რაღაცები. მაგრამ კვლევები ესე უშუალოდ მე უფრო პიროვნებებს ვახსენებდი და იმ პიროვნებებს აქვს მე კვლევები და ნუ ესე ერთი კვლევა ყოველდღიურად არ მიხსენებია ხოლმე. შეგვიძლია მაშინ პიროვნებების სახელები დავურთოთ ჩვენს პოდკასტს, რომ შეიძლება ვერ გაიგეს კარგად კი, და პიროვნების სახელები შეიძლება დავურთოთ. შეიძლება დახასიათებები, ხო. როგორც თქვენ კი. ჩათვლით საჭიროდ წყაროებად რო გავაკეთოთ ეს. იყოს კი. უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის. ძალიან საინტერესო იყო საუბარი და დარწმუნებული ვარ, რომ კიდე შევხვდებით და როდესაც გახსნი შენს ცენტრს, დიახ. ხო? კი, აუცილებლად. დღეგრძელობის, ანუ დღესდღეობის ხანგრძლივი მეცნიერების ცენტრი. დღეგრძელობის მეცნიერების ცენტრს აუცილებლად შევხვდებით კიდე. კი. ახლა მადლობა. მდის.